გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის 4 შაბათი, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო თემით, რა თქმა უნდა და ძალიან საინტერესო სტუმრით, მშვენიერით. ჩემი სტუმარი არის ქეთევან სილაგაძე. ქეთევანი არის ბავშვთა და დასულთა ფსიქიატრი. მიხარია რომ დღეს ხართ ჩემი სტუმარი, გამონახეთ რომ საუბრობს ძალიან მნიშვნელოვან საჭიროებო თემაზე, რაც არის ციფრული მედიის გავლენა მენტალურ ჯანმრთელობაზე. და სანამ საუბარს დავიწყებთ, მინდა გითხრათ რომ კიდევ ერთი სტუმარი ყავს სტუდიაში, ვიტამინ Go, ეს არის წყალი, რომელსაც აქვს დამატებული 13 ვიტამინი და მინერალი, მათ შორის ვიტამინები D, B, E ვიტამინები და ასევე თუთია, კალციუმი და სხვა. უნდა აღნიშნო უცებრად რომ ამ სასმელ წყალს ვიტამინ Go-ს არ აქვს არანაირი ხელოვნური არომატიზატორი, არც დამატებული არ აქვს ხელოვნური ფერი და კონსერვანტი. ასე რომ საკმაოდ ჯანსაღი წყალი დამატებული სხვადასხვა სასარგებლო რაღაცებით არის ჩვენს წინაშე. მშვენიერი. კი ბატონო, დავიწყოთ საუბარი. საერთოდ ციფრულ მედიას როცა ვახსენებთ, აუცილებელია ჩემი აზრით რომ ვთქვათ, რომ არ ვეხებით მხოლოდ სოციალურ მედიას, არამედ ყველაფერს, რაც ციფრულ სამყაროში არის, ხო? თუნდაც YouTube, რა ვიცი, Netflix-ი, მედია გამომცემლობები, რომლებიც არიან ციფრულ ქსელებში და ასე შემდეგ, ხო? ამ თემაზე უკვე საუბრობენ აქტიურად. რატომ გახდა ესეთი მნიშვნელოვანი და რატომ უნდა გავიაზროთ ამ ყველაფრის გავლენა ჩვენზე, რატომ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე? კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მე ძალიან მიხარია თქვენთან ერთად რომ ვარ და იმედია რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან აქტუალურ თემას ვეხებით და თქვენი კითხვა რატომ არის ესეთი აქტუალური და რატომ საუბრობს ამაზე ყველა და მით უმეტეს ჩვენს ჭრილში ჩვენი დარგის სპეციალისტები ხო, ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები საკმაოდ ხშირად საუბრობთ ამ საკითხზე. ეს იმიტომ რომ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოვიდა ზოგადად ციფრული ტექნოლოგია, ასე ვთქვათ, და ეს უკვე არ არის რაღაცა ეპიზოდური, ასე ვთქვათ, რიგ ადამიანები, მხოლოდ რაღაც გარკვეული ადამიანები არ მოიხმარენ ამას, არამედ პრაქტიკულად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. შესაბამისად, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და საერთოდ ჯანმრთელობაზე და ადამიანზე ცხადია რომ ეს ახდენს გავლენას. როგორ გავლენას ახდენს, ზუსტად ეს სხვა თემაა, მაგრამ როგორც ფაქტორი, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, ხო? ამან დაიკავა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ეს არის მოცემულობა. შესაბამისად, აი ამ მოცემულობასთან მიმართებაში ჩვენი სფეროც ბუნებრივია, ყველაფერი ის, რაც ზემოქმედებს ადამიანზე და ზემოქმედებს არა ეპიზოდურად, არამედ პრაქტიკულად ყოველდღიურად, ყოველწამიერადაც კი რიგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ შედეგებს იწვევს ადამიანის ქცევაში, აზროვნებაში, მის ემოციებში. ბუნებრივია რომ აქედან გამომდინარე ეს იქცა კვლევის საგნად, იმიტომ რომ იმ მრავალფეროვანია, თქვენც ახსენეთ, ხო, რომ ეს არ არის მხოლოდ სოციალური მედია, რომელსაც დაუშვათ ჩვენი მაყურებელიც ან ჩვენ ხშირად ასოცირებას ვაკეთებთ, ხო, მან TikTok-ი, Facebook-ი და ასე შემდეგ, ხო? არამედ ციფრული მედია ზოგადად და ციფრული ტექნოლოგია გაცილებით უფრო ფართო არის და შესაბამისად მისი მოცვაც ზუსტად ასეა, ძალიან ფართო არის, ხო? აი აქედან გამომდინარე გახდა ეს საკითხი აქტუალური და აი ამ მრავალფეროვანი შინაარსებიდან, ასე ვთქვათ, აი რასაც კონტენტს ასე ვთქვათ, ეძახით, მოდი შინაარსი ვეხმაროთ, ხო? რომლის საშუალებით ჩვენ ან ინფორმაციას ვეცნობით, ან სხვადასხვა ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას ვღებულობთ, ხო? აი ეს ყველაფერი გარკვეულ შედეგს იწვევს ადამიანში, ხო? გარკვეულ ფსიქიკურ შედეგს იწვევს და აი ეს შედეგი გვაინტერესებს, იმიტომ რომ ეს შედეგი შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი და აი ამიტომ გამომდინარე მისი აქტუალობიდან და მისი გავრცელების სიხშირისა, ზუსტად ამიტომაც გახდა ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ სანამ კამერებს ჩავთავდით, შევთავდით რომ დავიწყებდით ცოტა ცუდი მხარით, ანუ რა გავლენა აქვს ცუდი მხრივ და მე კარგი დავასრულოთ როცა ცუდიების გაგება უფრო ჯობია ვიდრე მე მგონი რომ ასე ჯობია, ჯერ დავიწყოთ ცუდით დავიწყოთ. პირველი თემა რაც მაქვს ესე მონიშნული არის დოფამინური გადატვირთვა, რასაც ეძახიან და მოკლევადიანი ყურადღება. ეს ორი ასაკითხი მინდა რომ განვიხილოთ
რამდენად და როგორი გავლენა მოხდა, როდესაც ესეთი დოზი ჩამოვიდა ჩვენ ცხოვრებაში ციფრული მედია. ხო, ახლა რა იგულისხმება დაუშვათ, იმიტომ რომ მეც ვახსენე თქვენთან საუბრისას, რომ ძალიან ბევრი ესეთი ტერმინი გაჩნდა, ხო, რომელმაც კიდევ უფრო მეტად დაგვაბნია ჩვენც, მათ შორის სპეციალისტებიც და მით უმეტეს ადამიანები, რომლებიცაც არ აქვთ გარკვეული პროფესიული განათლება, ხო? და ეს დოფამინის ამბავი როგორ არის ახლა, რომ განვარტოთ ყველასთვის? ძირითადად ეს აი ამ დამაჯილდოვებელ ცენტრებზე, ტვინში არსებულ დამაჯილდოვებელ ცენტრებთან არის ასოცირებული, იმიტომ რომ სხვადასხვა აქტივობით, რომელსაც ადამიანი ახორციელებს ამ სოციალურ მედიაში, ასე ვთქვათ, აიგზნება ეს ჩვენი დამაჯილდოვებელი ცენტრები, რომელიც დოფამინის ჭარბი გამოყოფით და დოფამინი არის თავის ტვინში არსებული, თავის ტვინის ნეირომედიატორი, ნივთიერება, ასე ვთქვათ, რომლის გამოყოფა ასოცირდება როგორც სიამოვნებასთან, ისე ახსნებადობასთან, მათ შორის არადადებით აღგზნებასთანაც კი, გაღიზიანებას, რასაც ვეძახით ჩვენ და შესაბამისად, აი ამ დროს, როდესაც ადამიანი ახორციელებს ამ სოციალური მედიის, ან დავუშვათ, როდესაც შედის და ხედავს, რომ რამდენიმე ლაიქი აქვს, ან მოწონება უბრალოდ აქვს მის დადებულ სტატუსს, ან ფოტოს, ან ასე შემდეგ და აი ამ დროს ჩვენს თავის ტვინში გამოიყოფა, გადმოისროლება, ასე ვთქვათ, ეს ნეირომედიატორი დოფამინი, რომელიც ჩვენ გვაძლევს განცდას სიამოვნების, ხომ? შესაბამისად, ეს ისევე როგორც ნებისმიერი სხვა რამ, რა დროსაც ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობს, ხო? როგორც არის თუნდაც საყიდლებზე წასვლა და შოპინგი, ხო? ან სხვა აქტივობები. კი ბატონო, სავსებით კარგი მაგალითია. ასევე მავნებელი აქტივობები, ხო, როგორც არის სხვა თუნდაც ნივთიერებებზე დამოკიდებულება, ან თამაშებზე დაუშვათ, აზარტულ თამაშებზე და ზუსტად ეს მექანიზმი მუშაობს და ბუნებრივია, რომ ადამიანს გარკვეულწილად მიჯაჭულს ხდის იმასთან, რამაც გამოიწვია ეს სიამოვნება, ხო? აქედან გამომდინარე, უფრო მეტად უნდა ადამიანს რომ მივიდეს და ისევ გამოიწვიოს, ასე ვთქვათ, ეს სიამოვნება. მით უმეტეს რომ ეს ძალიან ხელმისაწვდომია, არ არის დიდ, ასე ვთქვათ, პრობლემებთან დაკავშირებული, როგორც დაუშვათ სხვა და ადამიანსაც უჭირს რომ მისი ეს გრძელვადიანი მავნე შედეგი გაიასროს, ხო, რომელიც შეიძლება ჰქონდეს, იმიტომ რომ ნებისმიერ დამოკიდებულებას, როდესაც უკვე დამოკიდებულების სინდრომები და სიმპტომები ყალიბდება, ხო, აქვს რა თქმა უნდა თავისი უარყოფითი შედეგი. და ამას თავი რო დავანებოთ, თვითონ ბიოქიმიურადაც აი ეს ხელოვნურად ბრჭყალებში გადმოსროლილი ჭარბი დოფამინის რაოდენობა საბოლოო ჯამში გარკვეულ შედეგებსაც, მავნე შედეგებს ზუსტად ბიოლოგიური თვალსაზრისით იწვევს. და ზუსტად აი ეს რომ ვახსენე, აი ეს აგზნებადობა დაუშვათ და შემდგომში სხვა სიმპტომები, რომელიც შეიძლება ამასთან დაკავშირებული იყოს, ზუსტად შეიძლება შეგხვდეს, ასე ვთქვათ, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხო? ზუსტად აი ამაზე არის საუბარი, რომ პირდაპირ კავშირში არის ძალიან ხშირ შემთხვევაში დოფამინერგულია ეს გზა და თეორია, ასე ვთქვათ, აი ამ ჩვენი სოციალური მედიის გამოყენებასთან. და ერთის მხრივ ამითაც აიხსნება აი ეს ძალიან ინტენსიური დამოკიდებულება ადამიანის, ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მაგალითად, როდესაც მე მოზარდებთან მუშაობ, ბავშვებთან მუშაობ, მშობლები აი გაოცებული არიან, რომ როგორ შეიძლება, რომ ბავშვს აი საათობით ეჭიროს დაუშვათ აი ეს ტელეფონი და თუნდაც არა რაღაც შინაარსი დადოს, არამედ აი ეს სკროლვას, ანუ აი თვალიერებას, რასაც ვეძახით, ხო? ესეც ზუსტად აი ამაზე არის აგებული, ანუ ამას არა მხოლოდ გარკვეული სოციალური ან ფსიქოლოგიური კონტექსტი აქვს, არამედ ამას აქვს წმინდად ბიოლოგიური საფუძველიც, ხო? და ეს პრობლემაც, თუ ეს მოვლენაც, უნდა განვიხილოთ ზუსტად აი ამ ჭრილში, არა მხოლოდ სოციალურ ჭრილში, ან ფსიქოლოგიურ ჭრილში, არამედ ბიოლოგიურ ჭრილშიც, იმიტომ რომ თავისთავად ადამიანი არის ბიოფსიქოსოციალური
ასე ვთქვათ, არსება და ის არ არის მხოლოდ ამ შემთხვევაში ეს მოვლენაც მასზე ზეგავლენას და შესაბამისად ადამიანის გარკვეული რეაქციათა პასუხიც მხოლოდ სოციალური და ფსიქოლოგიური კონტექსტით არ შემოიფარგლება. არამედ ბიოლოგიური საფუძველიც აქვს, რომელიც ადამიანმა ხანდახან შეიძლება ვერც კი გააკონტროლოს და არ იყოს მასზე ეს დამოკიდებული, ხო? იმიტომ რომ იმასაც ხო გააჩნია რა სტრუქტურა, რა ნიადაგი ხდება აი ამ ყველაფერს, ხო? რიგ შემთხვევაში ხომ არის რომ თვითონ აი ეს გაურკვეველი მიზეზების და გამო, იმიტომ რომ მრავალი ფსიქიკური დაავადების აშლილობის შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ რომ გარკვეული ნეირობიოლოგიური ცვლილებები არის თავის ტვინში და ჩვენ არ გვაქვს პასუხი იმაზე თუ რამ გამოიწვია ეს არის რა თქმა უნდა გენეტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანი და სხვა განვითარების ნეიროგანვითარების პროცესში რაიმე ცვლილების ჩამოყალიბება, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვზომავთ. ნახეთ, ამ ნიადაგს ვერ გავზომავთ. ჩვენ არ ვიცით რა მოცემულობით შედის, ასე ვთქვათ, აი ამ მოვლენაში ადამიანი. ანუ შეიძლება იყოს თავისთავად უფრო მოწყვლადი, ხო, რომელიღაც კონკრეტული, რა თქმა უნდა, და უფრო მეტად მარტივად დამოკიდებული გახდეს. ხო. დაუშვათ ნებისმიერ რამეზე და მათ შორის აი ამ სოციალური მედიის გამოყენებაზე, რა თქმა უნდა. აი ამიტომაც ჩვენ გვაქვს რაღაც ზოგადი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ როგორც წესი, მაინც ინდივიდუალურად ვახდენთ ხოლმე ხო სიტუაციის თუ და მნიშვნელოვანიც არის აი ამ დროს რომ გავიცნოთ ადამიანი მისი ინდივიდუალური პერსონალური, ასე ვთქვათ, მონაცემებით, ხო? ფსიქიკური, პიროვნული, სოციალური და ასე შემდეგ, ხო? რომ ვიფიქროთ, რა რეკომენდაცია მივცეთ. იმიტომ რომ ესეც ძალიან ხშირია, ხო? რომ ეკითხებიან დაუშვათ ერთი რა ასაკიდან დავიწყოთ და შეუწყოთ ხელი, მეორე რომ რამდენი ხანი და ასე ეს ხომ ძალიან ინდივიდუალური. თუმცა არსებობს რაღაცა ნორმა და არის ნორმის ზღვარი გარკვეული, ხო? არის რაღაცა, რაც ცალსახად ჭარბია ასეთისთვისაც და ისეთისთვისაც. ხო? იმიტომ რომ ახლა ხანდახან ჩემი პაციენტები მეუბნებიან, როდესაც ვეკითხები, რომ და შეიძლება არა პაციენტებიც და ჩვენც შეგვიძლია შევამოწმოთ რამდენი ხანი გვიჭირავს თან მარტო ტელეფონზე ხომ არ არის ეს საუბარია რა, ანუ ლეპტოპი და უამრავი სხვა გაჯეტები სხვადასხვა საათი და ასე შემდეგ. მიერთებულები ვართ ყველაფერს. ნამდვილად. და რომ ვეკითხები, რომ დღეში დაახლოებით რამდენი საათია საშუალოდ თქვენი, 8 საათი დაუშვათ რომ მეუბნება, როდის ვასწრებთ სხვა რაღაცას, ხო? ანუ როდის ვასწრებთ გარემოსთან საერთოდ შეხებას. და ესეც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დადგა ჩვენი თაობა იმდენად არა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვლილი გვაქვს პერიოდი, როდესაც უკვე შევიგრძენით და შევეხეთ, იმიტომ რომ არ იყო ჩვენს ბავშვობაში და რომ ყოფილიყო ზუსტად იგივე განვითარდებოდა, რაც ნამდვილად აქ არ არის საუბარი, რომ დაუშვათ ადამიანი თავისთავად შეიცვალა, რა თქმა უნდა, მაგრამ იმის გამო რომ გარემო შეიცვალა, ხო? ცალსახად და ქცევები იცვლება ზუსტად გარემოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა ადაპტირდეს აი ამ გარემოსთან, ხო? ამიტომაც არის დაუშვათ ჩვენი მშობლების თაობისთვის ეს გაჯეტებთან ურთიერთობა ესეთი არის უფრო მოუქნელი, ასე რომ ვთქვათ, ხო? მაშინ როდესაც დაუშვათ ახალი თაობის პატარა ბავშვებს რო უყურებ, იმდენად ორგანულია მათთვის და თვითონ ხელის მოძრაობა იქნება თუ ნებისმიერი რამ, ძალიან პოვნა იქნება თუ მიხვედრა იქნება, გაცილებით უფრო მარტივი არის და აქ არ არის საუბარი, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობები აღემატება დაუშვათ ჩვენი მშობლების, ნამდვილად არ არის ეს. ეს უბრალოდ აი ამ განვითარების, აი ამ პროცესმა მოიტანა, ხო? და ეს ბუნებრივი პროცესია, აბსოლუტურად და ამაში ეს არაფერი ხელოვნურობა და ამიტომაც არ ვარ მაინც მომხრე რაღაცა ხელოვნურად, ან კარდინალურად ჩავჭრათ, ხო? არის ესეთი ხანდახან მოთხოვნაც და თხოვნაც ან კითხვა. ხო, მშობლისგან განსაკუთრებით, რადგან დაკავშირება მათ მიერ ძალიან ხშირად ხდება პრობლემების, რომელიც გამოწვეულია ქცევაში თუ სხვა ფუნქციონირებაში ადამიანის, რომ ეს გამოწვეული არის ან კომპიუტერით, ან მას შემდეგ რაც ხშირად მომისმენია, ხო, შეწუხებული მშობლისგან ის, რომ მას შემდეგ რაც დაიწყო აქტიურად სოციალური მედიის გამოყენება, ასე ვთქვათ, მას შემდეგ შეეცვალა ადამიანს ქცევა და რაც პრინციპში
რა თქმა უნდა რა ნაწილობრივ დაკავშირებული არის ამასთან, მაგრამ ეს სრულად ამას არ განაპირობ, უამრავი სხვა ფაქტორი შემოდის, ხო? და რაც ასევე ზეგავლენას ახდენს გარკვეულწილად ქცევაზე და მეორეც ეს ბუნებრივი პროცესი არის, ხვდებით? ანუ ჩვენ სრული ამოღებით დავუშვათ და ის რომ არ მივცეთ ადამიანს უფლება იცხოვროს იმ რეალობაში, რომელი რეალობაც დღეს გვაქვს, ეს მას ნამდვილად არ დააზღვევს იმისგან, რომ პირიქით, მას გახდის გაცილებით უფრო ინფანტილურს და ის აბსოლუტურად მოუმზადებელი ადრე თუ გვიან, როდესაც ის გამოვა, ასე ვთქვათ, მშობლის ზრუნვის ციფრიდან ის აუცილებლად შეეჯახება იმ სირთულეებს და გაუჩნდება ადაპტაციის სირთულეები. სიცოცხლეში გაერევა და იქ მოხდება ისეთ სტრესში, სადაც ამაზე ისაუბრ და მგონია რაღაც დაიჩაგრება კიდეც რაღაც კუთხით, ხო? ცხელსახად აუცილებლად, იმიტომ რომ გაუჭირდება ადაპტაცია. დაიჩაგრება ამიტომ, რომ გაუჭირდება ადაპტაცია, ხო? ჩვენ თუ სტერილურ ჩვენ რატო არ ვართ მომხრე სპეციალისტები, ეს განსაკუთრებული ჰიპერმზრუნველობის, ხო? თორემ ზრუნველობის წინააღმდეგი ნამდვილად არავინ არ არის, მაგრამ ზუსტად იმიტომ რომ ვთვლით რომ უნდა პიროვნება ზუსტად ამით იზრდება, ხო, გარკვეული გამოცდილებებით. თუ ეს გამოცდილებები არ დააგროვა ადამიანმა, ხო, და თავად არ შეიგრძნო გარკვეული ემოციები და ზუსტად ამაზე ვსაუბრობ, ძალიან ხშირია ბოლო პერიოდში შემთხვევები, როდესაც მოზარდები ბავშვები საჭიროებენ არა ემოციის რეგულაციისკენ მიმართულ თერაპიებს, არამედ მუშაობას, რომელიც მიმართული იქნება ემოციების გაგებაზე. იმიტომ რომ ძალიან ხშირად, როდესაც ვეკითხებით ძალიან კარგი ინტელექტუალური განვითარების მოზარდებს დავუშვათ, აი ამ მომენტში აი ეს მოვლენა რომ მოხდა შენ ცხოვრებაში რა იგრძენი, ისინი ვერ ასახელებენ საკუთარ ემოციებს. კიდევ ერთხელ ხაზგასმის ეს არ არის ინტელექტუალური დეფიციტით გამოწვეული. ეს არის იმითი, რომ ისინი არ იცნობენ, ხო? მათ არ აქვთ განცდილი. ეს შეიძლება იგრძნოს ადამიანმა რაღაცა, მაგრამ შეიძლება ეს ვერ განიცადოს, ხო? და ვერ დაარქვას მას სახელი და სწორედ ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას და პირიქით მივესალმებით, რომ ძალიან მცირე ასაკიდანვე ბავშვმა განიცადოს მათ შორის არასასიამოვნო გრძნობები და აი ეს ზედმეტი, ასე ვთქვათ, მზრუნველობა სწორედ აი ამ სტერილურ გარემოში ამყოფებს ადამიანს, სადაც ის ვერ განიცდის და უკვე სრდასრულ ასაკში, როდესაც უკვე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ის ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას, ხო, სურვილი უყალიბდება, მაგრამ რესურსი და შესაძლებლობა არ აქვს, იმიტომ რომ მას არ განუცდია ის ემოციურად და უშუალოდ ფსიქიკურად არ გაიზარდა. მაშინ როდესაც ფიზიკურად, რა თქმა უნდა, გაიზარდა. ამიტომ ამ პროცესს მნიშვნელოვნად და ის დღევანდელ დღეს უკვე ამ სწორედ ამით დავიწყეთ, ხო, ჩვენ საუბარი, რომ სოციალური მედია ჩვენი განუყოფელი ნაწილი მე არ მეგულება ადამიანი, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს, რომელიც არ მოიხმარს ამა თუ იმ ინტენსივობით დღეს სოციალურ მედიას, ბუნებრივია მე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, ისეთ დავუშვათ ადამიანებზე, რომელსაც არ მიუწვდებათ ხელი და სამწუხაროდ დღეს სამყაროში არსებობს ისეთი გარემოებები, სადაც სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომობა არც ინტერნეტის და არც დავუშვათ, მაგრამ იმ შემთხვევაში და იმ სამყაროში, სადაც და ახლა ჩვენ საქართველოში ვცხოვრობ და ბუნებრივია რომ ამ გარემოში მე არ მეგულება ადამიანი დღევანდელ ჩვენს ყოველ შემთხვევაში ქვეყანაში, რომელსაც რა აქვს კიდევ ერთხელ ხაზგასმით ეს იქნება ასაკიანი ადამიანი თუ ბავშვი, რომ მას არ ქონდეს გარკვეული ინტერაქცია და გარკვეული წვდომა სოციალურად ციფრულ, ზოგადად ციფრულ მედიასთან. აქედან გამომდინარე ეს მოვლენა უნდა მივიღოთ და შეიძლება ამას რაღაც ხელოვნურად შევეწინააღმდეგოთ, რომ ამ მშობლის შეკითხვა, რომ სრულად წავართვა, ავკრძალო, მოვხსნა, საერთოდ გავთიშო ეს ინტერნეტი, ეს ნამდვილად არ გამოიწვევს. ეს მხოლოდ შეიძლება იყოს იმისთვის, რომ თვითონ მშობელმა გარკვეული სიმშვიდე განიცადოს და ეს არაფერ სარგებელს არ მოუტანს საკუთრივ ბავშვს და პირიქით უნდა ხელი შეუწყოთ, ჩვენ არ ვცვლით თავისთავად მოვლენას. ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელი შეუწყოთ, რომ ადამიანის ჰქონდეს ჯანსაღი ადაპტაციური ქცევა და ადაპტაციური გზები აღნიშნულ მოვლენასთან მიმართებაში, რომ თავიდან ავირიდოთ მისი მავნე ზეგავლენა. იმიტომ რომ მედალს ორი მხარე აქვს და მხოლოდ მავნე ზეგავლენა ბუნებრივია ამ მოვლენას არ აქვს. ამიტომ დავწიოთ მინიმუმამდე
მისი მავნე ზეგავლენა და გავზარდოთ მისი პოზიტიური ზეგავლენა. კი, ბატონო, ბოლოს რჩევებსაც კითხავთ და იქ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე. ეხლა ერთი გამახსენდა უცებ თამაშებთან დაკავშირებით მახსოვს, რომ ერთად მშობელმა მითხრა, როდესაც ვსაუბრობდით, რომ რაც თამაში დაიწყო 8 წლის ბიჭი ყავს. რაც თამაში დაიწყო თამაშებისო, აი ვაფიქსირებ, რომ ბოლო 3 თვე დიდი ხანი თამაშობს ის ბავშვი როგორც ჩანს, მაგრამ ბოლო 3 თვეა ვაფიქსირებ, რომ ციკები აქვსო. რაღაცა თამაშიდან გამოყოლილიო და მე ვიცი, თქვა ჩემი ძმა თამაშობს და ვიცი დადებითი მხარე რა აქვს და ამასაც მე ვისაუბროთ, მაგრამ აი თამაშების უარყოფით მხარეზე რო გავუსვათ ხაზი, რა გხდებათ ხოლმე პრაქტიკაში და ის კი ბატონო, რასთან არის დაკავშირებული. კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვავ, რომ მაშინ როდესაც არ არსებობდა დაუშვათ ციფრული ეს მედია, ხომ? ან თამაშები, ვიდეო თამაშები, ხომ? აი ესეთი კითხვა რომ დავსვათ, არსებობდნენ თუ არა ბავშვები, რომლებსაც ჰქონდათ ტიკები? რა თქმა უნდა არსებობდნენ. შესაბამისად, თავისთავად ვიდეო თამაში კი არ არის ტიკის გამომწვევი, არამედ ის ემოცია, რომელიც ბავშვს უყალიბდება რაღაცა გარკვეულ სიტუაციაში, ხო? იმიტომ რომ ადრე მაგალითად იყო ასეთი შემთხვევები, რომ ყვებოდნენ, რომ აი ძაღლმა შეაშინა დაუშვათ, ან მოხვდა რაღაცა ჩხუბს შეესწრო დაუშვათ, რაღაცა ნეგატიურ ემოციაზე დაუშვათ განვითარდა ეს მოტორული ტიკი, ხო? ან სხვა ტიპის ტიკი, უნებლიე კუნთური მოძრაობა. ბუნებრივია, რომ ვიდეო თამაშების შინაარსებით ძალიან განსხვავებულია, მრავალფეროვანია. უამრავი ნაირსახეობის შინაარსის თამაში გამოდის, რომელიც აწყობილი არის, გადაგათვლილი არის კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფზე დაუშვათ, ან კონკრეტული ინტერესის ადამიანზე. ძალიან ხშირად პრობლემას ხვდებით და ვაწყდებით მაშინ, როდესაც არა ასაკობრივ თამაშებს თამაშობს ადამიანი, ხომ და არ ვაქცევთ ჩვენ აი ამას ყურადღებას ხვდებით, რომ თამაშობს და ბავშვი იღებს ისეთ თამაშს, რომელიც არ არის მის ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი, ხომ? და ძალიან ხშირად მშობელი ერთის მხრივ თავს ამართლებს, რომ იცით, კარგად არის ბავშვი განვითარებული, დიდური არის დაუშვათ და ისე კარგად აზროვნებს, ხო? დიდივით აზროვნებს და შესაბამისად დაინტერესებული არის აი ამ მიუხედავად იმისა, რომ კოგნიტიური უნარები, აზროვნებითი უნარები შეიძლება ძალიან კარგად იყოს განვითარებული, შესაძლებელია რომ და მეტიც იქ სადაც ძალიან კარგად არის განვითარებული ეს უნარები, ხო? იქ ემოციური სფერო შეიძლება განიცდიდეს ერთის მხრივ ან ჩვეულებრივ ასაკობრივ განვითარებას, ან პირიქით გარკვეულ ასაკობრივ ჩამორჩენასაც კი, ხო? ამიტომ ერთი არის როგორ არის განვითარებული ადამიანის აზროვნებითი ნაწილი და მეორე არის როგორ არის განვითარებული ადამიანის ემოციური ნაწილი, იმიტომ რომ იმ კონკრეტულ თამაშში, ხო, რაღაცა, არ ვიცი, რაღაც შინაარსი მოხდა, ან წააგო, ან დაუშვათ ისეთი თამაშები თუ არის მოკლეს, ესროლეს, გუნდური თამაში, სადაც არის რაღაცა პასუხისმგებლობა ჰქონდა, ვერ შეასრულა, საყვედური უთხრეს და აი ამაზე დაუშვათ ვერ განავითარა ჯანსაღი ემოციური უკავშირი და განვითარდა აგრესია, აგზნებადობა. გააჩნია რა დონის არის აი ეს რეაქცია, ხო? კიდევ ერთხელ, რაღაცა ის რომ თამაშობ და წავაგე და ამან მე დამასევდიანა, ეს აბსოლუტურად ადეკვატური მომენტია. ესე იყო ეზოშიც რომ ფეხბურთს ითამაშებს ადამიანად წააგებს, ამაზეც უვითარდება დაუშვათ მოწყენილობა სევდა, შეიძლება მოკლევადიანი ბრაზი განვითარდეს, ხო? ან გაღიზიანება განვითარდეს. კიდევ ერთხელ მე ამაში ვერანაირ სირთულეს ვერ ხედავ, პირიქით, ხო? ესეც არის ბრაზი, წყენა, ეს ძალიან ჩვეულებრივი ბაზისური ემოციური განცდებია, რომელიც უნდა განიცადოს ადამიანმა, რა თქმა უნდა. მაგრამ თუ კი საქმე გვაქვს გადაჭარბებულ, ასე ვთქვათ, უკვე შეუსაბამო რეაქციასთან, ესეთ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ რაღაც გარკვეული პრობლემა არის ემოციურ რეგულაციასთან. შესაბამისად, დიახ, ბოდიში გაწყვეტიან. ვიკითხავ, იმიტომ რომ საინტერესოა, ხა როდესაც მაგალითი მოგვაქვს იმისგან, რა ქვია, ფეხბურთის ეზოში თამაშისგან, და თქვა, ფეხბურთის თამაში ეზოში ხო არის დაახლოებით, როცა 1 საათი, 2 საათი, 3 საათი პირობითად. და დღევანდელ დღეს ესე გვხვდება მგონია, რომ თამაშობენ 5 საათი, 6 საათი ამ თამაშებს, სადაც არის მოკლა, წავაგე, მოვიგე, მოკალი, თან თუ ონლაინ ხდება ის შედის კომუნიკაციაში ვიღაცას და მოკალი, ანუ ხვდებით რომ ანუ ხანგრძლივ მასში არის ეს გასული და
აი ზუსტად არათამაში არის. ნახეთ პრობლემის თქვენ თვითონვე დაახასიათეთ ძალიან სწორად, რომ თურმე თავისთავად თამაშის არარსებობა კი არ არის პრობლემა. არის გარკვეული წესრიგის დაცვის პრობლემა. რომ 5 საათი თუ გადაბმულად ადამიანი ბავშვი თამაშობს ვიდეო თამაშს, სულ რომ ეს ისეთი ვიდეო თამაში იყოს, ან სულ ისეთი აქტივობა იყოს, მე ვერ წარმომიდგენია რა იქნება ჩანს 5 საათი გადაბმულად რო იჯდეს და დავუშვათ წიგნს კითხულობდეს, შეიძლება მშობელმა თქვას რომ ვაიმე არაფერს ცუც არ აკეთებს, კაცო წიგნს კითხულობ 5 საათი დღეში გადაბმულად წიგნს თუ კითხულობ, შეიძლება ვთქვათ რომ იქ პრობლემა არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა რაღაცისთვის დრო ხომ ვერ დარჩება ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არა? შეიძლება იმ წიგნის შინაარსი გაცილებით უფრო დადებითი მატარებელია ვიდრე ვიდეო თამაშის, აგრესიული ვიდეო თამაშის შინაარსი, მაგრამ აქ უკვე დროის გადანაწილებასთან გვაქვს პრობლემა და რეჟიმთან, ასე ვთქვათ, ხო? რეჟიმი როგორც რაღაც დღის წესრიგთან, რომელიც აუცილებლად ყველა ბავშვს, პირიქით ბავშვები მაქსიმალურად ითხოვენ ამას, რომ რაღაცა გარკვეულ წესრიგში იყვნენ. ხვდებით, ხშირ შემთხვევაში მათ გარკვეული დახმარებაც სჭირდებათ, ხო? იმიტომ რომ უჭირს ბავშვს თვითრეგულაცია. არის უამრავი შემთხვევა, სადაც პირიქით იმდენად მოწესრიგებული არის, რომ ცოტა ვეუბნებით მშობელსაც და ბავშვსაც, რომ ცოტა უნდა რა აქ შეჩვეთ, ასე ვთქვათ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბავშვს სჭირდება მშობლის დახმარება და მზრუნველის დახმარება იმაში, რომ აი ეს წესრიგი დაცვა შეძლოს. არ არის ეს არ არის აუცილებელი რაღაც ისეთი დამსჯელობითი მეთოდებით იყოს, ხო? უამრავი სასიამოვნო მეთოდი არსებობს და მისაღები მეთოდი არსებობს, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ როგორ მოახდინოს მშობელმა ზუსტად იმის პრევენცია, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ იყოს ბავშვი დაკავებული რაიმე თამაშის. გარდა ამისა, როგორც ვახსენეთ, დიდი მნიშვნელობა აქვს რა ასაკობრივი ჯგუფის არის ბავშვი და მოზარდი და რა ტიპის თამაშს თამაშობს, ხო? ინსტრუქცია აბსოლუტურად ყველა თამაშს მოყვება და ძალიან მნიშვნელოვანია სამწუხაროდ აი ამაშიც ცოტა დისციპლინა და წესრიგი შეიძლება მშობლებსაც აკლიათ, იმიტომ რომ ისინი არ ეცნობიან დაუშვათ და არ ინტერესდებიან იმითი, რას თამაშობს, ხო, მისი შვილი. გარდა ამისა, როგორც გითხარით, ერთის მხრივ უნდა გავეცნოთ თვითონ ბავშვსაც, იმიტომ რომ შესაძლებელია, ხო, ჩვენ ხო ძალიან ინდივიდუალურები ვართ და შესაძლებელია საქმე გქონდეს მაღალი მგრძნობელობის ადამიანთან, უფრო მეტად შფოთვითი სტრუქტურის ბავშვთან დაუშვათ, რომელსაც ამის უძილობა აქვს, შიშები აქვს დაუშვათ. ასეთ შემთხვევაშიც გარკვეული რეკომენდაციები არის, ხომ, რომ აი ეს თამაში უფრო მეტად მისაღებია, მეორე ნაკლებად. აი ესეთ შემთხვევაში ბავშვთანაც შეიძლება კომუნიკაცია ძალიან კარგად რო აეხსნას, რატომ არ არის მისთვის რომელიღაც თამაში სასარგებლო და კარგი და რატომ არის მეორე, თქვათ. სპორტზე ხომ ასეც ვაკეთებთ ხოლმე, ხო? დავუშვათ რომ თუ აღმოვაჩენთ რომ ბავშვს აქვს რაღაც ისეთი სირთულე, რომლითაც დავუშვათ ცურვით ვერ დაკავდება, ხო? და ვეკითხებით ამას, ვიკვლევთ დაუშვათ ამას, ხო? ამ ბავშვსაც უთანხმებთ, ჩვენც ვიაზრებთ რომ რაღაც სპორტი უკეთესია, რაღაც სპორტი უარესია. რაღაც სპორტის მიდან მეტად მიდრეკილება აქვს, მიდრეკილება რას ნიშნავს, ხო? უფრო მარტივად გამოზდის, დაუშვათ სასიამოვნოა და სასარგებლოა შესაბამისად, რაღაცა ნაკლებად, ხო? აი ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია რა, რომ ესე განვსაზღვროთ, რომ რაღაცა ტიპის თამაში დაუშვათ შეიძლება უფრო მეტად მისაღები იყოს, ბავშვისთვის რაღაცა ტიპის თამაში უფრო ნაკლებად. ანუ მშობელი უნდა იყოს მაქსიმალურად ჩათმტეხეთ თქვენ რასაც იძახით. პირველად დავფიქრდი, გულწრფელად ვკითხეთ, აი ეგეთი ჭრილით, რომ აკრძალოს ხო იდეაში არასდროს არ მოაქვს შედეგი, ხო არასდროს, რა ვიცი, მე არ ჩემ თავზე მახსოვს რომ მოუტანია რამე რო აგზავნო და ვიღაცაზე და ის რომ მშობელმა უნდა იცოდეს ბავშვი რას თამაშობს, მე არ ვიცი, ანუ შეიძლება მე არ ვიცი, მაგრამ მგონია რომ მშობლების რაღაცა დიდმა ნაწილმა დიდად არც იცის ბავშვი რას თამაშობს. კი, იცით რა შეასაქმე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ გავიცნოთ ბავშვები, ხვდებით? სულ ამას ვამბობ, რომ ძალიან ბევრს მშობლები კითხულობენ, უსმენენ სხვადასხვა პოდკასტი იქნება თუ საინფორმაციო საშუალება და დაინტერესებულები ნამდვილად არიან იმითი, რომ მაქსიმალურად გაიგონ როგორ იყვნენ დავუშვათ კარგი მშობლები, ხო? ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ არ არიან ისინი დაინტერესებულნი. მაგრამ
სულ ამას ვიმეორებ, რომ უმთავრესი არის არა რაღაცა ზოგადი რეკომენდაცია, დაუშვათ, არამედ ჩვენი კონკრეტული შემთხვევის გაცნობა. და აი ამისთვის უმნიშვნელოვანესი არის, რომ შენი შვილი გაიცნო. ძალიან კარგად, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურები ვართ, ხო და ინდივიდუალური მიდგომას აქვს ძალიან მნიშვნელობა. მეტიც, ოჯახში ორი ბავშვი შეიძლება აბსოლუტურად განსხვავებული იყოს, ხვდები და მშობელი მეომრე მაგაცო ერთი და იგივე ერთნაირად გავზარდე, ერთნაირად ვექცევი, მაგრამ აქ არ გამოვიღო ამ შედეგი. რა თქმა უნდა, ეს იქნება, იმიტომ რომ ერთი სტრუქტურისაა, მეორე არ არის ეს ერთნი, ხო? ისევე როგორც ხშირად მესმის ეს ფრაზა, კაცო, მეც ხომ ვიყავი ბავშვი და მე ესეთი რაღაცა, რა თქმა უნდა, სულ სხვა გარემოში იყავი და შენ ხო პიროვნულად სხვა ხარ და შენი შვილი სხვა არის, ხო? ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს გავიცნოთ, გავიგოთ, ხომ? გაცილებით უკეთესად მიხვდებით მე რა და მშობლებიც დამეთანხმებიან აუცილებლად, რომ ის მშობლები, რომლებიც იცნობენ კარგად თავის შვილებს, გაცილებით უკეთესად მართავენ, ესმით და მიმღებლობაც მეტი აქვს და შესაბამისად მართვაც გაცილებით მეტად უმარტივდებათ, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც ზოგად ინფორმაციას ძალიან კარგად ვიცნობთ ბავშვის ფსიქოლოგიას და მშობლის ფსიქოლოგიას, მაგრამ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევას არა და ვცდილობთ, რომ ეს ჩვენ ბავშვი ავიღოთ და იქ ჩავსვათ. მოვარგოთ. და აი ინფორმაცია კი არ მოვარგოთ ბავშვს. ჩვენს მშობელიც ძალიან ცოტა არის, იმიტომ რომ ცდილობს, გან არ ცდილობს. დაინტერესება დავუშვათ რას აკეთებს ჩვენი ბავშვი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აახლოებს კიდევაც, ხვდებით, აი დაამერწმუნეთ, რომ ძალიან აახლოებს მშობელს და ბავშვს, იმიტომ რომ ბავშვს მე არ უჩნდება ეს განცდა, რომ ის საერთოდ არ იცის ახლა მე რას ვაკეთებ და ვერც გაიგებს, ხო? და ქმნის აი ამ რაღაცა სიშორეს, ასე ვთქვათ და რაც შეეხება აი აკრძალვას ხისტი, აკრძალვებით შემოტანას და რაიმეს მიღწევას, რა თქმა უნდა, არ არის კარდინალური ჩარევებით და ეს რადიკალური აკრძალვით არანაირი შედეგის პირიქით, ხვდებით, გაცილებით მეტად ავაგზნებთ, ასე ვთქვათ და ვაყენებთ ადამიანს იმ მდგომარეობაში, რომ გაუჩნდეს აი ეს ინტერესი, აზარტი, რომ რა არის კი, მაგრამ რომ აი ესეთი გამალებით მიკრძალავენ და სხვები ესე მარტივად აკეთებენ სხვაგან, ხო? ჩვენ ხო ვერ ავიყვევთ ბავშვს და სახლში ხო არ გამოვკეტავთ, არა, რაღაც სტერილურ გარემოში ხო არ ვამყოფებთ, არა, ის აუცილებლად ხო გავა მასაც ყველ ხო არ გაუკონტროლებთ დაუშვათ ვისთანი ურთიერთობას, ვისთან ხონდეს რაიმე კომუნიკაცია. ეს არც უნდა გავაკეთოთ. პირიქით, ამ კუთხითაც ვთვლი, რომ ცოტა უფრო ზედმეტად არის დღეს უფრო მშობელი. ამასაც თავისი მიზეზები აქვს და იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დაკავებულები არიან ადამიანები ზოგადად და ესეც მოიტანა ხო დღევანდელმა გარკვეულწილად ცხოვრებამ და ეს არ არის რაღაც ესეც ფაქტი არის და ესეც მოვლენაა, რომელთანაც უნდა ვადაპტირდეთ, განსაკუთრებულად გაუჩნდა მშობელს იმის მოთხოვნა, რომ რაღაცნაირად დააკომპენსიროს, ხო, იმიტომ რომ დიდ დროს ფიზიკურად რომ ვერ ატარებს ადამიანთან, ხვდებით, მაქსიმალურად გაუჩნდა მას შფოთვა, რომ რაღაცა შეიძლება გამოჩნდეს, რაღაცა შეიძლება ცუდი მშობელია და მეტიც აი ზუსტად სოციალური მედიის საშუალებით იმდენ ინფორმაციას იღებს და ხომ ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ იმ ინფორმაცია დაიმახსოვროს, რომელიც მას აწუხებს, მასზე ახდენს ზეგავლენას, ასე ვთქვათ. შესაბამისად, ამდენ ინფორმაციას რეგებულობს გინდათ კიბერბულინგთან დაკავშირებით, ან სხვა თემებთან დაკავშირებით, ხომ, ან ისეთ დავუშვათ მოვლენებთან, როგორიც არის სუიციდის ფაქტები და ასე შემდეგ, განსაკუთრებით უმძაფრდება მას მშობელს შფოთვა და ბუნებრივია, როცა თავად უმძაფრდება შფოთვა, ხომ, აი ამ რადიკალურ გზებს აი ესეთ დროს მიმართავს ხოლმე, ხო? იმიტომ რომ მაქსიმალურად დაასღვიოს, ასე ვთქვათ, მსგავსი შედეგი საკუთარ შემთხვევასთან. ხო, აქ ერთი კითხვა მაქვს, აი ვთქვათ, მშობელს გაექცა მჭყალებში, რა თქმა უნდა, აი ეს დრო რამდენი ხანი უნდა გაეტარებინა მის შვილს, თუნდაც ზოგადად ციფრულ სამყაროში თამაშებში, იმაში და რასთან შეიძლება მივიდეთ? აი ყველაზე ცოტა ისეთ კითხავს და ყველაზე ცუდი ვარიანტი, რა შეიძლება განუვითარდეს ბავშვს, როდესაც ჭარბი მოხმარებას ვიტყვი, სიტყვას მოხმარება მოხდა ციფრული სამყაროს. კი, ამას ინტერნეტ დამოკიდებულება, ასე ვთქვათ, ქვია, ხო? და ეს პრინციპში უკვე თანამედროვე ფსიქიატრიაში გარკვეულწილად აშლობის სახითაც შემოვიდა და ამ ჭარბ მოხმარებას, ასე ვთქვათ, ინტერნეტის ბუნებრივია პათოლოგიურ მოხმარებას, პათოლოგიურად ჭარბ და მხოლოდ ჭარბზე არ არის, ხვდებით, პათოლოგიურ მოხმარებას ინტერნეტის ნამდვილად შეიძლება ჰქონდეს ძალიან ცუდი შედეგები, იმიტომ რომ
თავისთავად ეს აშლილობა მოიცავს ემოციური სფეროს დისრეგულაციას, რაც გამოიხატება გაღიზიანებადობით, აგზნებადობით, პირიქით დეპრესიული სიმპტომების და დეპრესიული აშლილობის გაჩენით, შფოთვითი მდგომარეობებით სხვადასხვანაირად, რომელიც შეიძლება პანიკური შეტევებითაც გამოიხატოს, ძილის დარღვევით, ხომ? მეორეს მხრივ არის სოციალური კომუნიკაციის მნიშვნელოვანი დარღვევა და აზიანება, ხომ? რაც გამოხატული არის იმით, რომ უკვე რეალურ სოციალურ ურთიერთობებს ადამიანი უკვე ვეღარ აყალიბებს, მათ შორის იმ სოციალურ ნორმებს, რომელიც და წესებს, რომელიც და მოთხოვნებს, რომელიც მის წინაშე ასაკობრივად დგას, ამას უკვე ვეღარ უმკლავდება. ამასთან მიმართებაში გარკვეული აზროვნებითი, კოგნიტიური უნარები ქვეითდება, როგორც არის უმთავრესად კონცენტრაციის და ყურადღების პრობლემები, ხომ? იმიტომ რომ ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს და კონცენტრაციის უნარი პრაქტიკულად ჩვენი ფსიქიკის ის სამიზნე სიმპტომი არის, ის სამიზნე უნარი არის, დაუშვათ, რომელზეც ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ზოგადად სტრესიც, ნებისმიერი ესეთი მავნე გარემო და მათ შორის ესეთი ჭარბი გამოყენება სოციალური მედიის და ინტერნეტის. მაინტერესებს ძალიან აი კონცენტრაციაზე სტრესი ახდენს გავლენას თუ კიდევ აი რაღაცის პროცესი რაც ამ მოხმარების დროს ხდება შეიძლება სკროლვის დროს როცა იმდენად სწრაფად უყურებ რაღაცას რომ ანუ აი წამებში სკროლავ ხო რეალურად რო აი რა კონცენტრაციაზე რო გამხო აბსოლუტურად ყველაფერი ხო შინაარსიც შფოთვა რომელიც აი ამ შინაარსმა გამოიწვია თვითონ აი ეს სტრუქტურაც ხვდებით ვგულისხმობ რას ვაკეთებ ხო მეტიც ისიც რომ მე მთელი დღის თქვენ ახსენეთ 5 საათი 8 საათი ხშირ შემთხვევაში ღამე ხო ღამეს ატენებენ ხო აი თავისთავად ეს ფაქტიც რომ ვერ ისვენებს ადამიანი რომ ფიზიკური ანუ როგორც ფიზიკური ფიზიოლოგიური მდგომარეობა ახდენს ზეგავლენას აქვეითებს გამოფიტვა ხდება ხო გამოფიტვის დროს კონცენტრაცია ძალიან დაქვეითებულია ხო მერეც არ ახსენდებათ ყვება აი ამ დროს არ ახსენდებათ წყლის დალევა ხო ნუ ჯანმრთელ ცხოვრების წესზე საუბარი აღარ არის ფიზიკურად არააქტიურები ხდებიან ადამიანები შესაბამისად აი ეს ყველაფერი არაჯანსაღ ფიზიოლოგიურადაც და ფსიქოლოგიურადაც ყველაფერი ეს კონცენტრაციაც კიდე ისეთი რამ არის რომ პირველი თუ კი რამე ირღვევა ესეთ სიტუაციაში როდესაც ადამიანი ამგვარ სტრესში დისტრესში ვარდება და ეხლა რაც ჩამოვთვალეთ ეს დისტრესის მდგომარეობა ინტერნეტ დამოკიდებულება ცალსახად დისტრესის მდგომარეობას წარმოადგენს პირველი რაც ზიანდება ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის კონცენტრაცია ხვდებით ამიტომ ბუნებრივია რომ შემდგომში მოდის ჩივილები რომ აღმასრულებელ ფუნქციებთან რომ ვეღარ ვიმახსოვრებ ვერ ვაკეთებ საერთოდ ვერ გამომყავს აზროვნება დამიქვეით და დაუშვათ სწავლა აკადემიურ პროცესში საკმაოდ დიდი სირთულეები ეწყება ადამიანს და პროდუქტიულობა ხო ბუნებრივია რომ ეს ყველაფერი იწვევს პროდუქტიულობის დაქვეითებას და ვეღარ ასრულებს ადამიანი იმ ფუნქციას რომელიც მას ასაკობრივად მოეთხოვება. ეს არ არის მხოლოდ ბავშვებზე ახლა არ მინდა რომ დავუშვათ მივიღოთ ისე რომ საუბარი გვაქვს მხოლოდ ბავშვებზე. აბსოლუტურად იგივე პრინციპი არის ზრდასრულობაზე. ზრდასრულები ძალიან ბევრი არიან როგორც ისე ამ ბავშვებში. არიან გაცილებით უფრო მეტნი კიდე ვიდრე რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბავშვთან და მოზარდთან მაინც არის ხშირ შემთხვევაში შემოდის ხო რაღაცა გარკვეულწილად მშობელი და დამხმარეთ ასე ვთქვათ და აქვს მას გარკვეული ლეგიტიმაცია რომ დაეხმაროს და ზრდასრულ შემთხვევაში მით უმეტეს იმ დროს როცა მარტო ცხოვრობს ადამიანი ეს დამხმარე ასე ვთქვათ საშუალება არ არის რომ დაეხმაროს დაუშვათ აი ამ რეჟიმის და წესრიგის დასვასა და შენარჩუნებაში და შესაბამისად ზრდასრულებში ეს გაცილებით უფრო მეტი პრობლემაც არის და ძალიან ხშირად გაცნობიერებაც კი უჭირს რომ აი ამ ფაქტორმა დაუშვათ რომ ეს ზეგავლენა უფრო სხვაგან ცდილობს ადამიანი მოძებნოს ანუ ისე რომ მაგალითად ღამეს ათენებდეს თამაში და მაინც ვერ წარმოუდგენია რომ მას რატომ არის დღე მაინც დღე იცით ძალიან დიდი შფოთვა მაქვს და ბუნებრივია როდესაც ღამე არ გძინავს ადამიანს აგზნებული არის ფსიქიკა ცხადია რომ გაღიზიანებული ხარ და შფოთვა გაქვს და სხვა სიმპტომები ხო ამასთან მნიშვნელოვნად ის რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით არ ცხოვრობს ადამიანი სწორად არ იკვებება არ ღებულობს სათანადო
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარეთ ყოფნას, დღის შუქზე ყოფნას და ასე შემდეგ. რა აი ბავშვთა ასაკში მაგალითად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა რაც ძალიან პრაქტიკულად არ ვიცი, ყოველ მეორე შემთხვევაში გვხვდება ჩვენ უკვე კლინიცისტებს ჩვენს პრაქტიკაში, ეს არის რომ დიდი რაოდენობით აი ვირტუალურმა ურთიერთობებმა, ვირტუალურმა საქმემ და საქმიანობამ სამწუხაროდ ძალიან დააქვეითა ადამიანის სენსორული პროცესები, ინტეგრაცია სამყაროსთან, ხო? აი შეხება, შეგრძნება, სხეულის ფლობა, სხეულის მიმართ დამოკიდებულება, ანუ ფიზიკური, ასე ვთქვათ, ეს სენსორული ინტეგრაციის დარღვევა საკმაოდ მნიშვნელოვნად გამოხატული არის ბავშვთა ასაკში, მაშინ როდესაც არ არის რაიმე, ეს არ არის ასოცირებული რაიმე ნეიროგანვითარების დაუშვათ დარღვევასთან, ხო? რატომ? იმიტომ რომ იგივეს ვამბობ, როდესაც არანაირი ურთიერთობა ბავშვს არ აქვს გარეთ სამყაროსთან, მას შორის სხვადასხვა გარემოში არ ხვდება ადამიანი, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა გარემო სთავაზობს სხვადასხვა როგორც ტაქტილურ რეალობებს, ასე ვთქვათ, ასევე მხედველობით, გემოვნებით და ასე შემდეგ. თუმცა ერთი და იგივე სტერეოტიპულ გარემოში არის მოქცეული ბავშვი, ბუნებრივია, რომ მისი ადაპტაცია და სენსორული ინტეგრაცია, რა თქმა უნდა, დარღვეულია და როდესაც უკვე აღმოჩნდება დაუშვათ და გამოტოვებული აქვს ძალიან დიდი პერიოდი აი ამ ჩაკეტილ მდგომარეობაში ყოფნის, ბუნებრივია, რომ მას უჭირს ამ გარემოსთან ადაპტაცია, ხო? აი სახლის სკოლა. ძალიან ხშირად არის ასაკუთრებით ბავშვებში და ეს ამასაც ცნობიერებენ უმეტესი მშობელი, რომ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც მაგალითად კერძო სკოლაში დილით რომ მივან ბავშვი საღამომდე იქ არის და პრინციპში სკოლა სახლი ეს არის მისი უმეტესი გარემო. შაბათ-კვირასაც ან რაღაცა მასწავლებელი მოდის სახლში დაუშვათ, ან ისვენებს ბავშვი უკვე იმიტომ რომ დაღლილი არის და დაუშვათ სწხოვს მშობელს რომ აღარ მინდა არსად წასვლა. მშობელიც თავისთავად უკვე დაღლილი არის და მასაც დასვენება უნდა და დაუშვათ იმ ან თუ აღმოჩნდება დაუშვათ რაღაცა ამ ახალ გარემოში, ხო, იმდენად უცხოა მისთვის რომ აღარ უნდა მეორეჯერ წასვლა. მიხვდით და აღარც ბავშვს, ახლა აღარც მე მშობელიც ამას ღებულობს როგორც არ მოსწონს დაუშვათ, აი პიკნიკზე წასვლა არ მოსწონს და ამიტომ აღარც ვაწვალებ. სინამდვილეში არ მოსწონს კი არა, მისთვის დისკომფორტია გარკვეული. ესეც განსარკვევია, ხო, რატო რა არ მოსწონს. აი ამ შემთხვევაში, ხო? დისკომფორტია შეიძლება მას სენსორული ინტეგრაცია ერღვევა, ხო? გაცილებით უფრო ეს პრობლემა გაცილებით უფრო მეტად დგას ქალაქში, ვიდრე დაუშვათ სოფელში, ხომ? გაცილებით უფრო და ამიტომაც ეს რეალობა არის და ჩემი პრაქტიკიდანაც გულწრფელი რო ვიყო, ნამდვილად გაცილებით უფრო კარგად ფლობენ დაუშვათ სოფელში გაზრდილი ადამიანები, ბავშვები სხეულს და ზოგადად გარემოსთან ადაპტაცია გაცილებით უფრო უმარტივდებათ, ვგულისხმობ სხეულებრივ ტაქტილურ და სენსორულ ადაპტაციას, ვიდრე დაუშვათ აი ესეთ უფრო მეტად ჩაკეტილ გარემოში გაზრდილი ადამიანები. ხო, საუბრობდით თან ჩემს გონებაში რაღაცა წარმოვიდგინე, რომ აი რამდენჯერ დამინახავს და ვერ დამიკავშირებია ბავშვი, რომელიც გადმოდის მანქანიდან და სკოლაში შედა, რომ უბრალოდ ჩემს რა ყოფილა, მაგრამ ფეხებს, ანუ ბევრჯერ შემემჩნევა, რომ ფეხებს რაღაცნაირად ადგავდა რა, აი რამოდენიმე ბავშვი დავაკვირდი სპეციალურად, ხო? და ეხლა თქვენ რომ ამბობდით ამ იმას, რო ქვია, სენსორიკაზე რომ საუბრობდით, თითქოს აი ეგ სცენა ამომიტივტივდა თავში, იმიტომ რომ თან რო დავფიქრდეთ, ხო, რა ბავშვი ძირითადად მანქანით ან სკოლის ავტობუსით ან რაღაცით სახლიდან გადის, ჯდება ამ ტრანსპორტში, შედის სკოლაში, იქ რა უნდა იმოძრაოს, ახლა არ ვიცი ფიზკულტურა და რაღაც ეგეთი მოძრავი გაკვეთილები აქვთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა 1 საათი ალბათ, მე ისევ სახლი, მე ისევ დეჟო და ან ესეც სკოლის ტერიტორიაზე დაუშვათ და სკოლის ტერიტორიაზე იქ ფეხბურთის წრე ან იმის სკოლის ტერიტორიაზე, ხო, ეს არ არის ის გარემო, ეს არ არის დაუშვათ მიწასთან ურთიერთობის შესაძლებლობა, ხომ ასეა. ბუნებრივია, უჩნდება ადამიანს შემდგომში სირთულე, იმიტომ რომ არ იცნობს საერთოდ აი ამ გარემოს, ხვდებით? და მეტიც მარტო სიარულზე და ტაქტილურ სენსორულ ნაწილზე ხო არა გვაქვს საუბარი, არა? მათ შორის არის სხვადასხვა სიტუაციები მხედველობით გამღიზიანებლებზე, ხო, სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვა რაღაცებს ხედავთ, სხვადასხვა
არ ვიცი, სხვადასხვა განათებებია, სხვადასხვა სხვადასხვა იმას ობიექტებს უყურებთ, სიტუაციებს უყურებთ, ხვდებით, სხვადასხვა მრავალფეროვანია ეს გამღიზიანებელი და შესაბამისად ვეჩვევით აი ამ ყველაფერს, ხო? და მსმენითაც და გემოვნებითაც. ძალიან ხშირი პრობლემაა დღეს კვება. ბავშვთა ასაკში, ხო? ერთი და იგივე საკვების გამოყენება, ხო? ერთი და ახალი საკვების მიმართ დიდი არცი. მით უმეტეს რომ გარეთ დაუშვათ სადის რომ აი ხიდან მოწყვიტავს ადამიანი შეჭებს რაღაცა გაიგო, ხვდებით, არ მოიწონა გადაემა. მე ხო დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს მშობელი ახლა მიხვდება რაზეც ვსაუბრობ. ძალიან ბევრი ბავშვები არც ვსინჯა, არ მინდა გასინჯვა. კი. ხო, მან არც კი ვსინჯა, რასთან არის ეს ასოცირებული? ხო, მაგრამ რაღაცა მეშინია, საერთოდ რაღაცა მეშინია, იმიტომ რომ უცხოა, რაღაც ვერ აღვიქვავ ამას ეს რა არის და არ მინდა, არ მომეწონება. მაშინ როცა რა იცი, იქნება ძალიან კარგი რამ არის. ხო? ესეც კაი, თუ არის ესეთი შემთხვევა, მახსენდება ერთი შემთხვევა, თუ არის ესეთი შემთხვევა, რომელიც ბავშვი იყო სოფლათაც, რა ვიცი, სოფელში დაჩაზე, თუ როგორც ეძახიან საზაფხულო სახლში იყო და აი ბუნებასთან ჰქონდა შეხება ეს ხიდანაც მოკლე. რა არის იძახის, რომ ნუ აი რაღაცა მისთვის უცნობ რაღაცა პროდუქტს არ სინჯავს. თქმა უნდა, ეს ჩვენ ვსაუბრობთ უბრალოდ იმ შემთხვევებზე და იმ ფაქტორზე, რომელიც დაუშვათ იმით არის განპირობებული, რომ უბრალოდ ამ გარემოებების მრავალფეროვნება არა აქვს ადამიანს, მაგრამ ამის მიღმა ხო არსებობს ისეთი შემთხვევები, სადაც თავისთავად გარკვეული ნეიროგანვითარების პროცესში გარკვეული ცვლილებები ახდენს ზეგავლენას აი ამ სენსორულ ინტეგრაციაზე, ხო? მათ შორის შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ნეიროგანვითარების დარღვევები, რომელიც აი ამ სენსორულ ინტეგრაციას, მათ შორის შეხებას, ეს გემოვნებით სენსორულ უნარებს, ასე ვთქვათ, აქვეითებს, ხო? ეს ვერ შეიძლება მიესადაგოს ყველა ბავშვს და ყველა შემთხვევას, მაგრამ ერთის მხრივ ეს ზეგავლენა ცალსახათა აქვს, ხვდებით? და თუ ხელს შეუწყობ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ნამდვილად, რომ აი ეს თქვენ რაც ახსენეთ დავშეთ საზაფხულო სახლი თუ სოფელი ზოგადად, ხო? იმიტომ რომ მე მესმის ახლა თითქოს მე ვსაუბრობ რაღაცა რომ აი მოცემულობა შეიძლება სადღაც იყოს იქ რომ არ იყოს, ხო? და შეიძლება ყველა ძალიან კარგად ვიაზრებთ და ეს მეც ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ ამისი განხორციელება და აღსრულება ეს კიდე მეორე საკითხი არის. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პრიორიტეტულად ეს ჩავთვალოთ. პრიორიტეტულად ნიშნავს იმას, რომ დავუშვათ პრიორიტეტი იყოს მრავალფეროვან გარემოში ბავშვის ყოფნა და არა ის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ აი ესე გადასადმეტებულად უსაფრთხო ეფასე და უსაფრთხო გარემოს ჩვენს მიერ შექმნაზე, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენ კიბერბულინგზეც ვისაუბრებთ და ჩვენ ვერაფრით ვერ ვიქნებით დაზღვეული და მეტიც ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ და ჩვენი შვილებიც მით უმეტეს იყვნენ ინტეგრირებული სოციალურ ცხოვრებაში, ხო, ისინი უნდა მოლოდინი ჰქონდეთ და იცოდნენ, რომ შეიძლება მათ გარკვეული შეურაცხყოფა მიაყენონ, ან მათზე შეიძლება ზეწოლა განახორციელოს ვიღაცამ, ან რაღაცა აწყენინოს და ასე შემდეგ. და ამის შემდგომ გამოიმუშავონ ადაპტაციური მექანიზმები და არ უნდა უთხრათ ის, რომ შენ ისეთ გარემოში უნდა იყოს, სადაც არავინ არ გაწყენიებს, არავინ არაფერს არ, იმიტომ რომ ესეთი რამ შეუძლებელია და არ არსებობს, ხო? და რაღაცა აბსოლუტური იდეალურშიც არა, ილუზორულ სამყაროში ვაცხოვრებთ, იმიტომ რომ არ არის ეს იდეალური, ეს შეუძლებელია უბრალოდ, ხო? რომელიც არ იქნება, ხო? და ჩვენ თავის მიმართაც ამ მიზნის დასახვა რომ გინდა თუ არა ასეთი გარემო შევქმნათ და ამაზე ვიზრუნოთ, ხო? უფრო მეტად ავნებს ვიდრე სარგებელს მოუტანს. ამიტომ პირიქით რა ვიზრუნოთ იმაზე, რომ სტრესულ სიტუაციებს, რომელიც აუცილებლად იქნება ადამიანის ცხოვრებაში, ის გაუნკლავდეს და არა იმაზე, რომ სტრესული სიტუაციები არ იყოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს. არამც და არამც რომ არ დავეხმაროთ და არ მოვარიდოთ იმ სტრესულ სიტუაციებს, რაც შეგვიძლია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ დავკარგოთ აი ეს არ გადავიდეთ გადაჭარბებულ აი ამ ჰიპერმზრუნველობაში, ხო, რასაც სამწუხაროდ ძალიან ხშირად აქვს ადგილი დღევანდელ შემთხვევაში და
ჩვენივე პრობლემების გამო ჩვენივე შფოთვის გამო, ჩვენივე გარკვეული თვით ბრალდების განცდით, რომ სათანადო დროს არ უთმობთ და ასე შემდეგ, არ მოვახდინოთ აი ამ ზედმეტად შემზღუდავი, ასე ვთქვათ, გარემოს, ზედმეტად სტერილური გარემოს შექმნა ბავშვისთვის და მაშინ, როდესაც გადავა უკვე მოზარდობის ასაკში და უკვე პიროვნება თავისთავად აყალიბებს და ცდილობს, რომ თვითონ აირჩიოს, იქ არ დაემართოს დაუშვათ ეს დეზადაპტაცია, ხო? იმიტომ რომ გაუცდეს, რომ უიმედე და ისედაც მოზარდობის ასაკი არის აი ამ გარკვეულად შოკის მიღების ის, რომ თურმე ესე არ ყოფილა და თურმე მე არ ვარ კაცო საუკეთესო და იქ ჩემზე უკეთესად სწავლობს ვიღაცა მათემატიკას და ჩემზე უკეთესად მღერის ვიღაცა შეიძლება და მე კიდე დედაჩემს და მამაჩემს ახლა ყველაზე მეტად უყვარვარ, მაგრამ ამ მასწავლებელს დაუშვათ ჯერ ეს ერთი ყველა ერთნაირად უყვარს და იქ ჩემზე უკეთესიც არის, უარესიც არის, რაღაცაში მჯობია, რაღაცაში მევჯობი ვარ, ხომ? და ეს არის, რომ სამყარო ეს და საკუთარ თავსაც ამითი ვიცნობთ და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, ხო? და მაქსიმალურად ვეწინააღმდეგები მათ შორის აი ამ შინაარსის მიწოდებას, რომ აი შენ რასაც მოინდომებ ყველაფერს გააკეთებ. არა, ჩვენ უნდა გავიგოთ ჩვენი შესაძლებლობები და მივიღოთ ეს ჩვენი შესაძლებლობა. თუ აი ეს პროცესი არ იქნა წარმოებული, რომ არ გავიგე რა შემიძლია და არ მივიღე ეს მოცემულობა, რაც რეალური არის, ვერაფრით ვერ მივაღწევ იმ მიზანს, რომელსაც მე დავისახავ და ვერაფერს ვერ გავაუმჯობესებ, იმიტომ რომ პრაქტიკულად რაღაცა არარსებულ რაღაცას შევქმნი აუცილებლად და არარსებულ რაღაცას ვებღაუჭები, ხო? ამიტომ ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს, რომ საკუთარი თავი გაიცნოს და გაიგოს. ეს საინტერესო პროცესიც არის, ხო? რომ აღმოაჩინოს თავისთავად. რა შეიძლება იმედი გაუცრუდეს? კი ბატონო, შეიძლება რომ გაუცრუდეს იმედი, მაგრამ რეალობა ეს არის, ხვდებით? და ბუნებრივია, რომ ადამიანი, როდესაც პირველად აცნობიერებს იმას, რომ ოდესმე ყველა მოვკვდებით, მას უცრუდება ეს დაუშვათ და იზრდება, ხო? და იქ ზღაპარში რომ აი რაღაც უსასრულოდ ცხოვრობდა ყველა კეთილად, ბედნიერად და ჯანმრთელად, რომ გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ეს ესე არ არის და ადრე თუ გვიან რაღაცა გარდაუვალი რაღაცეები ხდება, რომელზეც ჩვენ არ ვართ, ასე ვთქვათ, არ გვეხელწიფება, რომ ეს გავაკონტროლოთ. უნდა მივიღოთ და ამისა ზუსტად იგივე არის საკუთარ თავთან, საკუთარ შესაძლებლობებთან, საკუთარ პიროვნებასთან, მათ შორის შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ მაგალითად ყურადღების კონცენტრაცია არ გვაქვს ისეთი ძლიერი, ეს უნარი, როგორც დაუშვათ სხვას აქვს, ხო? როგორც მე აღმოვაჩინე, რომ არ მაქვს ახლა ისეთი მეხსიერება და დაუშვათ აი ამ კუთხით კოგნიტიური უნარი, როგორც აქვს მამაჩემს და ჩემ ძმას, მაგრამ აღმოვაჩინე, რომ რაღაცა სხვა უნარი მაქვს. ხომ? და შესაბამისად მივიღე ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვაახლოვებს რა რეალობასთან და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას. კი და ერთ ვიტყვი, აი ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც რას თქვით, ყველას რაღაცნაირად მეც ბოლოს გავაცნობიერე ესეთი რაღაც, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდე რა შემიძლია. მეც ესე მეგონა, რომ და ყოველთვის ვამბობ რა, ისიც ყოველთვის ვამბობ რა, ჩემი აზრი არის სკოლაში მაგალითად ბავშვს რო ყველაფერში ერთნაირად კარგი ნიშანი ყავს, ჩემთვის ეხლა ამ გადამოსახედიდან ეგ უფრო გასაკვირია, ვიდრე რომ სხვადასხვა ნიშნები ყავდეს, იმიტომ რომ სხვადასხვა უნარები აქვს რა და შესაბამისად ახლა მე მაგალითად მაქვს ისეთი მეხსიერება, რომ ვერ ვიმახსოვრებ რაღაცებს დიდხანს. ანუ შეიძლება წიგნი წავიკითხო და ემოცია მახსოვდეს, მაგრამ რა წავიკითხე არ მახსოვდეს რაღაც ერთი წლის მერე პირობითად რა. მაგრამ ამაზე მქონდა ადრე პრობლემა, რომ რანაირად ვერ მახსოვრებ, რანაირად მაგრამ მე ვხვდი რომ ეგეთი მეხსიერება, მაგრამ ეს სხვა რაღაცა შემიძლია. გრძნობით ემოციური, გრძნობით ხატოვანი მეხსიერება გაქვთ და სხვას აქვს უფრო მეტად ლოგიკური და ესეთი ასოციაციური მეხსიერება. და ერთი კიდე მნიშვნელოვანი არის ის, რომ გავეცნობიერე, რომ აი ადრე ვიყავი, რომ ესეც ვინმეს თუ გაქვთ ესეთი რაღაც, მინდა გითხრათ, რომ ჩვეულებრივი ამბავია, რომ აი ყველაფერი და არ მაგდენი ენერგია არ მაქვს, რომ შეიძლება ხა პოდკასტს რო ვაკეთებ, პოდკასტის ირგვლივ ბევრ ამას ვაკეთებდი, მაგრამ პოდკასტთან ერთად კიდევ რომ მე სხვა სფეროებში მოღვაწეობდე, მაგდენი ენერგია ფიზიკურად არ მაქვს და ადრე ამას ვაკეთებდი და მე ისე გამოდიოდა, რომ თქვა 6 თვის თავზე პირობითად გამოფიტული ვიყავი. არაფრის თავი აღარ მქონდა, იმდენად რომ აი სარკეში რო ვიხედებოდი, ისე ვიყავი რა, არაფერი აღარ მინდა, არაფერი აღარ მიხაროდა და ეს რო გავეცნობიერდა, რომ მივხვდი, რომ მე ესეთი ტიპი ვარ, ესეთი ენერგიის მატარებელი ვარ, ჩემი ცხოვრება შეიცვალა ისე კარგად,
ისე რადიკალურად და მშვენივრად, რომ რა ვიცი და აბსოლუტურად გეთანხმები. ძალიან ხშირად მაქვს ზუსტად აი ამაზე საუბარი ჩემს პაციენტებთანაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულწილად შემწყნარებლურიც და მიმღებიც ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ. ხო, იმიტომ რომ ეს და მე მესმის, რომ დღეს ძალიან ბევრი შინაარსები, რომელიც მათ შორის მოდის სხვადასხვა სპეციალისტისგან ან სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან, რომლებიც ესაუბრებიან, ასე ვთქვათ, და მიმართავენ ადამიანებს, არის ასეთი, რომ აი მოინდომე და ყველაფერს შეძლებ და უშუალოდ მოინდომე და ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერს დაძლევ და ასე შემდეგ. რაც მომენტში ეს კიდევ ერთხელ ხელშეწყობა არის იმ რაღაცა ფანტაზიის, იმ არარეალური, ასე ვთქვათ, მოლოდინების ჩამოყალიბების, რომელიც ისედაც აქვს ყოველგვარი ზედმეტი დახმარების გარეშეც ადამიანს, ხო? ნუ ადამიანსაც გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და ეს აუცილებელია კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ რეალობასთან დაახლოება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხვდებით? და რეალობა არის ის, რომ მე, აი თქვენ რაც ახსენეთ, რომ მე ესეთი ენერგიის პატრონი ვარ, რაც განაპირობა ერთის მხრივ ჩემმა ბიოლოგიურმა მოწყობამ, ასე ვთქვათ, მეორე ფსიქოლოგიურმა მოწყობამ და სოციალურმა მოწყობამაც, ხო? აი ესეთი ვარ და შესაბამისად ხა მომწონს თუ არ მომწონს, უკეთეს ვინატრებდი თუ არ ვინატრებდი, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მოცემულობა არის ესეთი. აი ამას თუ ვეჭიდავები მე მივალ აუცილებლად რაღაცას კი ბატონო გავაკეთებ, კი უფრო მეტს ვიდრე ეხლა როდესაც ამასთან შეგუებული ვარ ვაკეთებ, მაგრამ რის ხარჯზე? აქ ეს შეკითხვაა. რის ხარჯზე და რა თქმა უნდა, იმის ხარჯზე, რომ გარკვეული დროის შემდეგ იმასაც ვერ გავაკეთებ, რაც თავარია მარტო შედეგს ხო არა აქვს მნიშვნელობა. ჩვენ ხო მარტო იმისთვის არ ვცხოვრობთ, რომ რაღაცა შედეგი დავდოთ. ჩვენ ცხოვრობთ რომ პროცესში, ყოველდღიურობაში ჩვენ მივიღოთ რაღაცა პატარა სიამოვნებები, ხომ? და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხა მე თუ მხოლოდ იმისთვის, ხა თქვენ წარმოიდგინეთ, მე ფსიქიატრი ვარ და ჩემი მიზანი, ხომ რომ მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ პაციენტთან დავდო მხოლოდ გამოჯანმრთელების შედეგი, რომელიც ძალიან იშვიათია ამ ჩემს სფეროში, სამწუხაროდ მე ამ სფეროს ვეკუთვნი. ან მხოლოდ იმითი რომ ვღებულობდე მე ასე ვთქვათ სიამოვნებას, თუ მივიღებ მხოლოდ კარგ შედეგს. რა თქმა უნდა, ამითი ძალიან დიდ სიამოვნებასაც ვღებულობდა, мотиваციაც ეს არის ჩემი და მიზანი, მაგრამ თითოეული მომენტი და პროცესი, ხო, იმ ადამიანთან ურთიერთობის დაუშვათ და ჩემი საქმის განხორციელების არის ჩემთვის სასიამოვნო. ხო, ის პატარა დეტალები ქმნიან და რა თქმა უნდა, კი გრძელვადიანად შეიძლება რაღაცა დაისახოს ადამიანმა მიზანი, მაგრამ არ შეიძლება რომ ეს ტანჯვაში გაატაროს ის დანარჩენი დაუშვათ დრო და იმ ერთი რაღაცა საათიანი, ერთდღიანი, ერთკვირიანი ან თუნდაც ერთთვიანი რაღაცა სიამოვნებისთვის. ამიტომ ძალიან ხშირად მომისმენია, რომ დაუშვათ მუშაობ იმისთვის, რომ მე შვებულებაში აი ზამთარში და საფხულში, ანუ რა გამოდის, რომ მთელი წელი ცხოვრობ 2-3 კვირის მანძილზე და დანარჩენი ტანჯვაში ატარებ, ესე კი რაღაცა არის შესაძლებელი, ხო? და რაღაცას ვერ ღებულობ მაშინ, რაღაცას მიუღებლობა გაქვს, რაღაცა რეალობის, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ არის ახლა ჩვენს თემასთან რომ რაღაცნაირად დავაკავშიროთ ეს, რომ როდესაც ადამიანი კარგად იცნობს თავის თავს და მყარია, უფრო როგორც გითხარით, უფრო რეალობასთან ახლოს მდგომი ადამიანი, უფრო მყარი არის და მისი კოგნიტიური, ანუ აზროვნებითი უნარებიც, დაყენებები, რწმენა, შეხედულებების გაცილებით უფრო მყარი არის და ჯანსაღი არის და ასევე ემოციური განცდებიც, ხო? შესაბამისად ის შინაარსები, რომელსაც ეცნობა ეს ადამიანი, მასზე ნაკლებ ძვრას ახდენს. ან შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა, მაგრამ არა ისეთი სიღრმისეული შინაარს, როდესაც ციფრულ მედიაში იღებს ამ ყველაფერს, ხო? ინფორმაცია, რომელსაც ახალი ამბებს, რომელსაც ახლა ყოველდღიურად, მე არ ვიცი ხა ჩვენ ერთ რეალობაში ვცხოვრობთ და ყოველდღიურად Facebook-ს რომ შევხედავთ, ახლა როგორი ის სამეგობრო ისიც არ უნდა გქონდეს, ხო, შემოდის ინფორმაციები, რომელიც იქ შემთხვევაში საკმაოდ დამთრგუნველი არის და ან არასასიამოვნო, ან კი როგორ არ უნდა იყოს, ახლა დავუშვათ
უწყვეტის ამბავი, რომელიც დაემართათ ადამიანებს, რომ ამ ხელაზარალი მიიღეს. როგორ შეიძლება უყურო აი ამ მოვლენას და არ გქონდეს, არ გაგივითარდეს გარკვეულ, მაგრამ რა დონის ემოციურ განცდას გაგინვითარებს ნებისმიერი მოვლენა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც უფრო მედეგია თავისთავად, რაც უფრო მყარი არის პიროვნება, ხო? მით უფრო ნაკლებ ზიანს აყენებს. ნახეთ, ჩემი როგორც სპეციალისტის სურვილი იქნებოდა, რომ ის კი არ გავაკონტროლოთ რა ინფორმაციები გადის და აი სულ თითქოს ეს მესმის რომ უნდა რეგულირდებოდეს, უნდა გაკონტროლდეს ხომ? არა, არამედ ჩვენ თვითონ გავხდეთ ისეთი მდგრადი, რომ არ მოახდინოს, ხო? ამაზე ვიმუშაოთ. ეს უფრო ერთის მხრივ მარტივია, რეალისტურიც არის კიდევ ერთხელ და არ ზღუდავს დაუშვათ, ხო? იმიტომ რომ ვიღაცას უნდა რაღაცა ინფორმაციის გაზიარება, ხო? ეს მისთვისაც გარკვეულ მნიშვნელობას, ზოგისთვის საქმეს წარმოადგენს, ხო? ის ახალი ამბავი გააზიაროს, ზოგისთვის ემოციურ განმუხტვას, რომ რაღაცა თავისი ემოცია დაწეროს და ანუ რატო უნდა ავკრძალოთ დაუშვათ, რატო უნდა შეუშალოთ ამაში ადამიანებს ხელი, ხო? ანუ ეს იგივეა, რომ შენს მეზობელს უთხრა, რომ იცი რა, არ მითხრა ცუდი ამბები რა და ან შენს მეგობარს ან ოჯახის წევრს უთხრა, რომ არ გამიზია, რომ მხოლოდ დადებითი რამ მესაუბრე. ეს ხომ რაღაცა არარეალური სამყაროს შექმნასთან ისევ მივდივართ, არა? არამედ ჩვენ გავხდეთ, ჩვენ ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკაზე, მათ შორის თუ კი ვამჩნევთ, რომ არ არის ჩვენი ფსიქიკა სტაბილური, ჩვენვე მოვერიდოთ. ვიკრძალოთ ცოტა ხანი. ჩვენვე მოვერიდოთ. რომ და ვიზრუნოთ, რომ მოდი ახლა მე აი ამ მწვავე სიტუაციას განვერიდები დაუშვათ, აი ამ ჯგუფებში ან ამ რაღაცაში გაერთიანებას და ცოტა ხანი დავხურავ, მე ხო შემიძლია მივხედავ აი ამ ჩემს ემოციურ მდგომარეობას და მე ისევ დავბრუნდები. ანუ საკუთარ თავზე ზრუნვა, რომელიც ძალიან ხშირად სმელია, რომ იცით რა, ჩვენ ეგოისტურად დავიწყე ჩემს თავზე ზრუნვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეგოისტურად, ანუ სუდ კონტექსტში ხვდები, რომ როგორი დანაშაული არის, რომ საკუთარ თავზე ზრუნავს ადამიანი. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ადამიანის უმთავრესი ვალდებულება საკუთარ თავზე ზრუნვის და საკუთარ თავზე ზრუნვაში იგულისხმება, რომ გავიგოთ და მივიღოთ, ხო? მათ შორის მივიღოთ ის, რომ ძალიან მინდა რაღაცა, მაგრამ არ შემიძლია ეს რაღაც. ძალიან მინდა რომ ყველას დავეხმარო. აბსოლუტურად ყველა ჩემს პაციენტს მინდა, რომ პირველივე ნახვაზე 100%-იანად დავეხმარო, მაგრამ მე ვიცი, რომ ეს არ შემიძლია და ეს რო არ ვიცოდე, მე იმ დონეზეც ვერ დავეხმარები ჩემს პაციენტებს, რასაც ვეხმარები და იმ ადამიანებსაც დაუშვათ, ვისაც რამენაირად ჩემი დახმარება მიუღია. ხო, ეს ნიშნავს, რომ იმასაც კი ვერ გავაკეთებ, ამიტომ რეალობა უნდა მივიღო, რომ რაღაცა შემიძლია, რაღაცა არ შემიძლია, როგორც არ უნდა მოვიდომო. ზუსტად ასეა. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ფსიქიატრებმა, იმიტომ რომ ფსიქიატრიული ბევრი მდგომარეობა და აშლილობა არის ზუსტად ისეთი, რომ როგორც არ უნდა ეჭიდაოს დაუშვათ ადამიანს და მოინდომოს, ხომ? სამწუხაროდ მონდომება ვერ მიყავს იმ შედეგამდე და აქაც აი გამოვიყენებ ამ საშუალებას და ვიტყვი, რომ ფსიქიკური აშლილობები, როგორც არის დაუშვათ დეპრესიული აშლილობა, ხო, რომელიც არის კლინიკურად დადასტურებული, კლინიკურ დეპრესიულ აშლილობებზე მაქვს, ნამდვილ დეპრესიულ აშლილობაზე მაქვს საუბარი და არა დაუშვათ იმ იმ არარსებულ და უბრალოდ სევდიანობაზე. ხო, იმიტომ რომ ძალიან ხშირად გამოიყენება ეს სიტყვა როგორც აღნიშნელი, რომ უბრალოდ სევდიანი გუნება განწყობილი მესმის ესეც. იმიტომ რომ თავისთავად საინტერესო სიტყვა ეს დეპრესია, სიმპტომიც არის დეპრესია, სინდრომიც არის და დაავადებაც არის და ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ დაავადებაზე უკვე ხვდებით, ძალიან მეჩაგრებიან ხოლმე ჩემი პაციენტები, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ღებულობენ აი ამ მოთხოვნას, რომ თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა, თუ მოინდომებ, აღარ გიქნება დაუშვათ. რა თქმა უნდა, ეს არ არის ჩვენს შემთხვევაში, ჩვენი აშლილობების შემთხვევაში ადამიანის მონდომებაზე არ არის ნეტავ იყოს ამასეთ ამოქითებული და დამიჯერეთ, რომ არც ჩვენ არ ვიქნებით საჭირო საერთოდ და არც ეს პროფესია და არ არის პრობლემა სხვა რაღაცას გავაკეთებდით და მოვსებდით, მაგრამ ესე არ არის. ხვდებით, ძალიან უნდა თქვენ ვერც კი წარმოგიდგენიათ, როგორ ინდომებენ ეს ადამიანები და მაგრამ არ შეუძლიათ და ამიტომ პირიქით გამხნევება ის კი არ არის, რომ აი მოინდომე და შენ შეძლებ, არამედ ის, რომ მიმღებლობაში რომ არაუშავს, რომ ეს ვერ შეძელი, ხო? ამიტომ მარსებობთ სხვა ადამიანები, სპეციალისტებიც, ოჯახის წევრები, რომ დავეხმაროთ ერთმანეთს იმაში, რაც ჩვენ არ შეგვიძლია. და არა ის, რომ პირიქით მოვთხოვოთ, რიგ შემთხვევაში დავამუნათოთ, ასე ვთქვათ, ან რაღაცა დავაყენოთ აი ამ მოლოდინის წინაშე, რომ აბა გელოდები როდის მოინდომებ. მე ხვდით, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა და არა მხოლოდ აშლილობების შემთხვევაში,
ისედაც და აქ ერთ სიტყვი ჩვენ ხო რაღაცნაირად არ ვიცი შეიძლება ვცდები და გამისწორეთ შეიძლება სხვა ქვეყნებში სხვა ერებშიც ეგრე არის რა რომ თითქოს ეგრე გავიზარდეთ რომ ყველაფერი შეგვიძლია სკოლის სკოლის სისტემაც ეგრე იყო მოწყობილი რომ ყველა საგანში ერთნაირად კარგი ნიშანი უნდა გქონდეს რომ რაღაც უნივერსიტეტშიც ყველაფერში კარგი უნდა გქონდეს რომ ანუ ყველაფერში კარგი უნდა იყოს და შენ თავს მაგ სტანდარტს ავტომატურად უწესებ რომ ყველაფერში კარგი უნდა იყოს თითქოს სხვა გზა ანუ ეს რაღაცა ჩანერგილი გაქვს დაბადებიდან არა მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარაობიდან რომ რაღაცა და მე მახსოვს ხა შეიძლება შეიცვალა დამოკიდებულება მაგრამ იყო ეგეთ დამოკიდებულება რომ ითქვა 9-იანი მიიღეთ ჩემ დროს 9-იანები და 10-იანები იყო 9-იანი რატო 10-იანი არ მიიღე ვიღაცამ რო 10-იანი მიიღო ვიღაცა რო სადღაც იმასქნა ანუ შედარებითი რაღაცა და მაგიტომ აი ჩემ თავსაც ეგ რო გავუხსენე ბევრად უფრო მიმღებლობა რასაც საუბრობდი ჩამერთო რომ არა უშავს გვანცა ეს მოხდა შენ ცხოვრებაში შესაბამისად ესე მოხდა ეხლა გაქვს შენ შანსი იმისი რომ ეს ყველაფერი სხვანაირად იყოს ამაზე ფიქრით ამაზე დამუშავებით ამაზე იმითი და როცა გავაცნობიერე ვინ ვარ ხლა ალბათ ჯერ კიდე წინ მაქვს ბევრი გასაცნობიერებელი მაგრამ ამ ეტაპზე ხო აი რაღაც შემიძლია რაღაც არ შემიძლია ბევრად უფრო შემიყვარდა ჩემი თავი ვიდრე აქამდე მეყვარდა კი, იმიტომ რომ მიმღებლობას მოაქვს ეს განცდა და გრძნობა საკუთარ შემწყნარებლური ხდება ადამიანი და შესაბამისად უფრო მეტად უფრო ნაკლებად აწუხებს თავისი თავი და რა თქმა უნდა უფრო საყვარელია ის რამ არ მაწუხებს ძალიან გაცილებით უფრო მეტად საყვარელი ხდება. მარტო პიროვნებას არ ეხება ეს ადამიანის გარემოს ეხება და ბევრ იმ მოცემულობას რომლის მიმღებებიც უნდა ვიყოთ. ეს არ ნიშნავს მიმღებლობა ხანდახან აღიქმება ხოლმე, როდესაც ამას ვამბობ, რომ რაღაცა როგორ შევეგუოთ ამას, რაც არ მოგწონს და ან მოგვეწონოს ეს და მოვიწონოთ ეს. არა, რა თქმა უნდა, ეს სულ სხვადასხვა რაღაცა არის. ხვდები, ძალიან ბევრი რამე არ მოგწონს ჩვენ და აგერ ქალები ვართ და არ მოგწონს რაღაც ნაოჭები რომ გვიჩდება კაცებსაც ახლა რატო რაღაც ყობა მაგრამ არის ეს მოცემული კი ვცდილობთ რაღაცეებით ხო რაღაცეები რომ შევცვალოთ მაგრამ ამ მოცემულობასთან ხო უნდა ვიყოთ გარკვეულწილად მიმღები ხვდებით იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს პროცესი მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ადამიანმა ცხოვრების განვითარების პროცესი ადამიანი ყოველ ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევებს გადადის და უნდა გადავიდეს აი ამ ეტაპებზე ხომ შესაბამისად ექმნება პრობლემა თუ კი ადამიანი ვერ მიიღო რაღაცა მოცემულობა ხო ვერ მიიღო ის მოცემულობა რომ დაუშვათ რა ვიცი 50 წლის ასაკში რაღაცა ნაოჭი ექნება მე ვთვლი რომ მას აუცილებლად პრობლემა ექმნება შემდეგ ეტაპზე გადასვლის კიდევ შემდეგ ეტაპზე თითოეულ ეტაპს თავისი აუცილებლად ხო თავისი ხიბლი აქვს თავისი სირთულე აქვს თავისი ბენეფიტი სარგებელი მოაქვს და აი ეს სარგებელი რო აიღო ხვდები არ შეიძლება ერთი და იგივე სარგებელში დარჩე ყველა ასაკში ხო და შესაბამისად ეს სარგებელი რომ მიიღო ის გამოწვევასაც უნდა გამოწვევის მიმართაც უნდა იყო მიმღები ყოველ შემთხვევაში მე ასე ვუყურებ აი ამას რაც შეეხება აი ამ შედარება იქნება თუ მოთხოვნა იქნება ხომ აქაც ძალიან ინდივიდუალური მიდგომა არის საჭირო და ძალიან იმედს ვიქონიებ რომ კიდევ ერთხელ რომ ამას მაქსიმალურად გაითვალისწინებს მშობელიც პედაგოგის რომ ინდივიდუალურად შეფასდეს ადამიანი და არა რაღაცა გარკვეულ სტერეოტიპში არ მოექცეს ხო იმიტომ რომ ზუსტად აი ამ სოციალური მედიის საშუალებითაც ძალიან ბევრი სტერეოტიპული და ისეთი სტანდარტი არის შემოღებული ხომ და მაქსიმალურად რო ცდილობს მით უმეტეს მყიფებს იქიკის მოზარდი რომ დაუახლოვდეს აი ამ სტანდარტს ხომ ძალიან იბნევა და შორდება საკუთარ თავს საკუთარ მიმღებლობას და ცდილობს რომ დაუხმა ეს გარეგნობას შეეხება თუ ინტელექტუალურ მონაცემებს შეეხება სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე იყო რომ ხალხი ხა ბუნებრივია რომ პოზიტიურ ინფორმაციას აზიარებს ხომ აზიარებს პოზიტიურ ინფორმაციას მათი ცხოვრების შესახებ ხო ეს პატარა რილსები ვიდეოები რაც იღება ვლოგები რაც იღება ხვდებით მათ შორის ეს ვიდეოს ფოტოები ხომ რომელსაც ბევრი ფილტრი ადევს და ან AI-ის მიერ არის შექმნილი რომელიც ხა მე
უწფელად რომ გითხრათ ხომ, ჩემი მოტყუება უმარტივესია, იმიტომ რომ მე ამაში ნამდვილად ვერ ვარ ესე გარკვეული, არც არის ჩემი ინტერესის სფერო რომ დავჯდე და ამიტომ მარტივად მოვტყუდები და შეიძლება არარეალური ფოტო ძალიან რეალურად აღვიქვა ნამდვილად და ჩემნაირად დარწმუნებული ვარ რომ არის ძალიან მით უმეტეს რომ ახლა უკვე ისეთი ფოტოები შეიძლება გაკეთდეს რომ მე ვფიქრობ რომ პროფესიონალსაც ნამდვილად ხომ ამიტომ ისეთ ამ შემთხვევაში უფრო მეტი პრობლემის წინაშე დგას აი მყიფე ფსიქიკის ადამიანები ხომ ყველა ვერ იქნება ერთნაირად მედეგი ფსიქიკის თავიდანვე ხომ და ვერ იქნება ერთი რომ ბიოლოგიურად შეიძლება ვერ იყოს მეორე რომ ბიოლოგიურად შეიძლება იყოს მაგრამ სოციალური გარემო რომელიც მასზე არ არის პასუხისმგებელი თავისთავად ხო ბავშვი და მოზარდი რა გარემოში გაიზრდება ხო არ იყოს ისეთი სტაბილური ხო ვერ შეძლონ უზრუნველყოფა შემთხვევაში არის ესეთი შემთხვევა ხო და ანუ და პრაქტიკულად მომზადდეს ნიადაგი რომელიც მყიფეა და მასზე მოახდინოს აი ამ შინაარსმა ისეთი ზეგავლენა რომ აი თურმე ესეთი უნდა ვიყო ეს არის სტანდარტი ეს არის გამოსავალი ბედნიერი ცხოვრების თვის წარმატების ასე ვთქვათ რეცეპტი თურმე ეს არის და ბუნებდა ისედაც კარგავს იმ წარმოდგენას, რეალურ წარმოდგენას, ხო, ცხოვრებაზე და მიაჩნია, რომ მაგალითად ესე უნდა გამოიყურებოდეს, ეს არის სილამაზის სტანდარტი, ეს არის ბედნიერების სტანდარტი, ეს არის წარმატების სტანდარტი, ხვდებით? აი ამ სტანდარტების შემოტანას და მეტიც, აი ამ მყიფე ფსიქიკის ადამიანსთან ისედაც ადამიანებს ძალიან იშინიათ იზოლაციის, ხვდებით? და ცდილობენ, რომ რაღაცას მიეწებონ, ასე ვთქვათ, რაღაცა ჯგუფებს მიეწებონ, ხო? მით უმეტეს თუ კი ეს კი არის იმ ადამიანების პრობლემა, რომელსაც არ აქვთ კავშირები, სოციალური კავშირები, მეგობრები არ ყავს დაუშვათ ბავშვობის დროინდელი, ხომ? სხვათა შორის ამ პრობლემების წინაშე მინდა გითხრათ, რომ ქართული სოციუმი ყველაზე კიდევ უფრო ნაკლებად დგას სხვა სოციუმებთან დაუშვათ დასავლურ სოციუმთან, დიახ, იმიტომ რომ იქ მაინც არის უფრო მეტი იზოლაცია უფრო მეტად, ხო? აქ უფრო კავშირები, ნათესაური კავშირები იქნება თუ ერთად ცხოვრება იქნება, ეს თავის სირთულეებიც მოაქვს, მაგრამ სიკეთეებიც აქვს ცალსახად ამას, ხო? და შესაბამისად რომ არ უნდა იყოს იზოლირებული, უნდა რომ მიეკუთვნებოდეს და მეტიც, იმიტომაც უნდა რომ საზოგადოება სთხოვს მას რაღაცაში მიკუთვნებას და არ სცემს პატივს მის ინდივიდუალიზმს. აი ამ შემთხვევაში, ხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად აი სიტყვიერად ამას ხას უსვავს, რომ თქვენ ის იყავით, რაც გინდათ, არანაირი ქცევით ეს არ გამოიხატება. მიხვდით და პირიქით, მე მოტყუებულია ადამიანი, ხვდებით და არ სჯერა ამისი, რომ არა, ამას კი არა აქვს მნიშვნელობა, აი ამას აქვს მნიშვნელობა. ამიტომაც კარგავს თვითშეფასებას. ძალიან დიდი წნეხის წინაშე აყენებს საკუთარ თავს, სხეულს, ხომ, საკუთარ ცხოვრებასაც. სხეულს, იმიტომ რომ ეს body image, რასაც ეძახიან, ხო? აი ხა მაგაზე 1-2 სიტყვა თქვათ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არის. ვაკვირდები, მე როგორი მომხმარებელი ვარ ისეთ სოციალური ქსელის, ეხლა რაც პოდკასტი გავაკეთეთ, თითქმის უკვე 1 წელიც არ არის, მაგრამ უფრო ვნახულობ რაღაცებს, იმიტომ რომ რაღაცა უნდა მესმოდეს საზოგადოება რა მდგომარეობაშია კი და როგორ აუხარია და რა ტკივა, ხო? და ძალიან შემოსული არის ეგეთი რაღაც, რომ გაატარე ერთი დღე ჩემთან ერთად, რას ვჭამ ერთი დღის განმავლობაში, რას ვაკეთებ ერთი დღის განმავლობაში და ანუ აი გაიკეთე მაკიაჟი, ესქენი, რასაც ვუყურებ თან ძალიან ბევრი მაყურებელი ყავს ეგეთ კონტენტ შინაარსს. ხო, ეს შინაარსს ძალიან დიდი მაყურებელი ყავს. ნუ ის მე არავის არ ვაკრინებ, რა თქმა უნდა, ვისაც მოსწონს, უნდა უყუროს ეგ და აკეთოს, მაგრამ აქ მგონია რომ ჩდება ესეთი რაღაც, რომ ქუჩაში რომ გავდივარ, უკვე ხვდები, რომ სადღაც 16, 17, 20 წლამდე გოგოები ყველანი ერთმანეთს ძალიან დაემსგავსნენ. ჩემ ბავშვობაში იყო ესე რომ ვიღაცისნაირი ტანსაცმელი თუ გეცვა, რაღაც ინდივიდუ, ანუ არ იყავი რა, ის ვიღაცისნაირი რატომ კი ყველა ხვდებოდით რომ მაღაზიები მაშინ ბევრი არ იყო და შესაბამისად გეცვა, მაგრამ აი ვცდილობდით რომ რაღაც განსხვავებული ვიყო. ეხლა პირიქით, ანუ იმას რო აცვია, ისეთი გაცვია, იმას თმა როგორც აქვს, ისეთი გაქვს და თან შეიძლება თმა შეიჭრა, იმან როგორც შეიჭრა, მაგრამ მე ხვდები რომ შენზე ისეთი ლამაზი არ არის. ეს ყველაფერი ხო სტრესია. ყიდულობ იმას, რაც იმას აცვია
აცვია ჭამ იმას რაც აცვია და არის რაღაცა კვლევები წავიკითხე დავის self esteem რაღაცა პროჯექტი არის კიდე რაღაცა network მოკლედ ვისაც გაინტერესებს შემიძლია დავლინკო რომელიც ამბობს რომ კვებითი აშლილობები არის გამოწვეული ძალიან ბევრი ამ სოციალური მედიისგან გამომდინარე და ამ კონტექსტში შინაარსებიდან რასაც უყურებენ ადამიანები თუ ქონიათ ეგეთი შემთხვევა კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მათ შორის ეს კვებითი აშლილობა რა თქმა უნდა პირველ რიგში არის განპირობებული ამ საკუთარი სხეულის ხატის რღვევით ხომ და ასევე იმ ძალიან ხშირად ეს არის მეორადი მდგომარეობები დეპრესიული აშლილობის კვალდაკვალ ან შფოთვითი აშლილობის კვალდაკვალ ხომ ან სხვა რაიმე ფსიქიკური აშლილობის კვალდაკვალ და უბრალოდ ეს ისეთი სიმპტომებია და იმდენად თვალსაჩინოა რომ ყურადღებას აუცილებლად იქცევს ხვდებით და როდესაც კვლევას ვაწარმოებთ შემდგომში აღმოვაჩენთ როგორც წესი აბსოლუტურ უმრავლესობაში თან დართულ აი ამ სირთულეებს როგორიც არის დეპრესიული აშლილობა და ასე შემდეგ მაგრამ ბუნებრივია რომ რაღაცა შინაარსები რა თქმა უნდა ხელს უწყობს აი ამ ადამიანის ისედაც არსებული პრობლემის დაუშვათ გამწვავებას, გამყარებას და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ საუბარი მე იმაზე ვერ მექნება, რომ ვიღაცას ეს შინაარსის დადება უკრძალოთ, ვიღაცას ან რა თქმა უნდა ყველას აქვს აბსოლუტურად ყველაფრის უფლება, მაგრამ ჩვენ ვიზრუნოთ ზუსტად ამაზე, რომ იმ მიკროსოციუმმა რომ ადამიანის ინდივიდუალიზმს დაუშვათ ხაზი გავუსვათ და წინ წამოვწიოთ მიხვდით და მოვიპოვოთ იმ ხელა ავტორიტეტიც რომ დაუშვათ ერთი აბსოლუტურად უცნობი ადამიანის ერთწუთიანმა ვიდეომ არ მოახდინოს იმაზე მეტი ზეგავლენა ვიდრე ოჯახის წევრმა ან ნათესავმა ესეც სხვადასხვა დიდი პრობლემა გახდა დღეს და რა სოციალური ურთიერთობები ხომ ადრე მაგალითად ძალიან ხშირად გვეუბნეოდნენ როდესაც ვეკითხებოდით ხომ პაციენტებს ერთი ეხლა ეს ჩემი პირადი გამოცდილება არ არის მაგრამ ჩემი უფროსი კოლეგებისგან მე ხშირად მსმენია რომ ძალიან ხშირი იყო ურთიერთობა როდესაც ეკითხებოდნენ თავენ პაციენტებს რომ აი ვინ არის დავუშვათ ჩვენთვის ავტორიტეტული ადამიანი მithumetas მოზარდობის პერიოდში როდესაც მშობელი ბუნებრივი პროცესია ესეც კარგავს აი ამ და ავტორიტეტის ადგილს და ცოტა მეამბოხე არის მოზარდი და წინააღმდეგობაში შედის მშობელთან ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდნენ მოზარდის ცხოვრებაში ისეთი ადამიანები ზრდასრული მათ შორის რომლებიც რაღაც მომენტში დაიკავებენ ამ ადგილს თუმცა მშობელი ძალიან თავისუფლად იბრუნებს ამ ადგილს და ჯანსაღი არის აი ეს პროცესი მაგრამ აი სამწუხაროდ დღეს აღმოჩნდა რომ აი როდესაც მოზარდობაში შედის ადამიანი და ეს ადგილი გამოთავისუფლდება აბსოლუტურად სიცარიელე ხდება იქ ხვდებით იმიტომ რომ სპორტი და მწვრთნელი არ არის იმ ავტორიტეტის ადამიანი არ დადის საერთოდ არ შემოდის მის ცნობიერ ცხოვრებაში ხო მასწავლებელმა სამწუხაროდ დაკარგა გარკვეულწილად აი ეს ფუნქცია და უფრო მეტად რაღაცა აკადემიურ ფუნქციაზე არა მარტო დამსჯელობის სწავლა და აი ესეთ და ნაკლებად ადამიანი რომელსაც რაღაცას ვეტყვი მოუყევი გავანდობ-ვენდობი ხო მათ შორის გამომდინარე აი ამ ცხოვრების რეჟიმიდან რომელშიც ცხოვრობთ თვითონ მშობლებს არ აქვს მჭიდრო ურთიერთობები და კომუნიკაცია მათ ნათესავებთან დედმამიშვილებთან ბავშვის დაუშვათ მშობლის მეგობართან არ აქვს ისეთი ხშირი ურთიერთობა და აი ეს სიცარიელე რომელიც საცის განიცდის ხვდები და ამ მოზარდობის ასაკში ივსება აი ამ სხვადასხვა ინფლუენსერს ერთხელ გადავთარგმნეთ სხვადასხვანაც ვახსენეთ ესე იგი ზეგავლენის მენეჯერი მე ვიფიქრე რომ არ იქნებოდა მაინც ასიამოვნო მოსასმენი ინფლუენსერებისთვის ესე მაგრამ ნუ ვიხმაროთ მოდი ეს სიტყვა რომ იკავებენ ადგილს ინფლუენსერები რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ სინამდვილეში არანაირი სურვილი მათ და მიზანი არც აქვთ რომ გახდნენ ვიღაცა ადამიანების დაუშვათ ან ბავშვების და მოზარდების ავტორიტეტები. თუმცა რაღაცა გარკვეულწილად, როდესაც ჩვენ ვიწყებთ რაღაცა საქმიანობას, ხო, რაღაცა პასუხისმგებლობითაც
უნდა მოვეკიდოთ ამას, ხო, რომ ვინ გვიყურებს, რა გავაზიაროთ, რა ვესაუბროთ, ხო, მათ შორის როგორც მე, როგორც სპეციალისტი, ვიღებ რაღაცა პასუხისმგებლობას. აი ახლაც თქვენთან რომ ვსაუბრობ, ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს პროფესიაზე და მათ შორის იმაზე, რომ ადამიანები მისმენენ და რაღაცა ისეთი არ ვთქვა დაუშვათ, რომ მან ვინმეს მივაყენო შეურაცხყოფა, ან გავითვალისწინო, რომ რამე ნეგატიური ზეგავლენა არ მოვახდინო, დაუშვათ, კი ეხლა უნებლიეთ შეიძლება ნებისმიერ ადამიანმა რაღაცა შეცდომა დაუშვათ, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, აი ეს პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ, რომ როდესაც რაღაც ისეთს ვაკეთებ და გვინდა და მით უმეტეს თქვენ ამბობთ, რომ აი მრავალი ათასი გამომწერი როცა ყავს ადამიანს, ხომ? ბუნებრივია, რომ ცოტა პასუხისმგებლობით უნდა იყოს ის უკვე არ არის მისი პრივატული სივრცე, სადაც მხოლოდ რაღაცა რამოდენიმე ასეულ თავის მეგობარს უზიარებს. დაუშვათ რაღაცას არამედ ახლა ათასობით ადამიანს და მათ შორის შეიძლება ისეთ აუდიტორიას, რომელიც მოწყვლადია, ხომ? და ამიტომ სიფრთხილით რა თქმა უნდა მართებს ადამიანს. ის ინფლუენსერი ხო იდეაში თავის ცხოვრებას რო აღზიარებს ლამაზი როა სიტყვაზე თქვა სიმპათიური რო არის ხა არ ფიქრობსაღმად შინაარსი რომ ვიღაც გვანცა სადღაც ზის და ამას კი უკუდავ ნატრობს რომ ეგეთი იყოს მაგრამ იცის რომ ეგეთი ვერ არის და მე ცდილობს რომ აი ამას დიდი ალბათობით ეს უფრო ალბათ მომტანია იმ რეალობაში რა რეალობაში ზოგადად სამყარო ცხოვრობს ხო ეს კონსიუმერიზმის რაღაცა შემოტეული ეპოქა არის და ყველაფერი არის გადასული კონსიუმერიზმზე და შესაბამისად ეს ინფლუენსერული ეპოქაც მაგისი ერთ-ერთი ის არის ხო და ძალიან სწორად აღნიშნეთ რომ ალბათ ბავშვი თავიდანვე რაღაცნაირად უნდა სიყვარულით ხო ალბათ რომ სიყვარულით მიმღებლობით აი ტოლერანტული დამოკიდებულებით და რეალობით ხვდებით აი ძალიან დიდი პრობლემა არის ეს ზრდასრულებშიც ბავშვებშიც ზოგადად მე თუ ვინმე მკითხავს სამყაროში რა პრობლემაა ვიტყვი ერთს და მეტყვის ერთი აირჩევა აი რეალობასთან და საკმაოდ მოწყვეტილი და ნაკლებად დავშორდით აი ამ რეალობას ხვდებით და მათ შორის ციფრულმა მედიამ ამაში ნამდვილად იქონია თავისი გავლენა და დაეხმარა ამ რეალობასთან დაშორებას ადამიანის და ძალიან მნიშვნელოვანია რომ აი ამაზე ვიზრუნოთ ახლა ნახეთ იმაზე კი არა რომ ციფრული მედია მოვაშთოთ და აღარ არსებობდეს და შევუწყვიტოთ და ისე შევზღუდოთ რეგულაციებით რომ საერთოდ აუკრძალოთ რაღაცეები და ესეც ნახეთ რომ ამან უარესი შედეგი გამოიღო. არამედ ის რომ ჩვენ დავახლოვდეთ კაცო რეალობასთან და ეს ჩვენ ეხაც AI-სთან მიმართებაში არის ძალიან დიდი შიში და აი ეს რაღაცნაირად გაორებული დამოკიდებულება რომ ეს კარგია, ცუდია, ამან არ ჩაგვანაცვლოს რა იმედე და რა მოხდება. ადამიანები რასაც ვქმნით, ის უნდა იყოს ის ყველაფერი აბსოლუტურად უნდა იყოს ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ხო მიმართული და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რომ ჩვენი მიზანი ეს იყოს რომ ჩვენ გავიმარტოთ ეს კიდევ ერთხელ ამას რატო ვთვლიან რომ ეს რაღაცა ეგოიზმია არა ვქმნით ჩვენ ვიმარტივებთ ის რომ ინტერნეტმა გაგვიმარტივა ძალიან ბევრი ციფრულმა მედიამაც ძალიან ბევრი დადებითი რამ მოუტანა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ კომუნიკაციების როგორ ხა ჩემი დეიდაშვილი მაგალითად 99 წელს წავიდა ემიგრაციაში და მე არ დამავიწყდება ის როგორ დედაჩემი რომ მოდიოდა ამობეჭდილი წერილით დაუშვათ თვეში ერთხელ რომელსაც მეილით აგზავნიდა და ოჯახი ვისყედით და ეხა იმ მომენტში ბავშვი ვიყავი მე და იმდანად ვერ ვიაზრებდი მაგრამ ახლა ხო ძალიან კარგად ვიაზრებ თავად მის და მისი მშობლების აი ამ ტკივილს ხო რომ მათ არ შეეძლოთ ეს კომუნიკაცია და დღეს უკვე ემიგრაციაში წასული ადამიანები იმდანად მარტივად კონტაქტობს ხანდახან განცდა გაქვს რომ შენთან ერთად არის და ისე გადის ეს პერიოდი რომ ესეთი დანაკლისო როგორ ეს ძალიან დიდი სიკეთე არის და ამისი არ დანახვა ნამდვილად არ შეიძლება ისე როგორც ინფორმაციის გაზიარება ხო მათ შორის ჩემი სფეროსთვის ახლა მე სფეროს წარმოვადგენ სადაც ისეთი მაღალი სტიგმა და ისეთი მითები და არარეალური ამბები რომ ნუ წარმოუდგენელი ამასთან ამის ჩამოთვლა და ძალიან რთულია ამასთან ჭიდაობა და ბუნებრივია რომ სოციალურმა მედიამ მოგცა საშუალება იმისი რომ ვალიდური სწორი ინფორმაცია გააზიარონ მივიდეს ადამიანთან გაიცნონ თავად დაინტერესებული ადამიანები კი ბატონო არასწორი ინფორმაციის გავრცელება რამდენიც გინდა
მაგრამ ის სიკეთე ხომ მოიტანა რომ ადამიანებს გაუმარტივა, ხელმისაწვდომი გახადა ძალიან ბევრი რამ, მათ შორის ის რომ თუნდაც ჩვენ ახლა ვზივართ საუბრობთ და ისმენენ ადამიანებს აქვთ იმის საშუალება რომ ვისაც არა აქვს საშუალება ხანდახან ვიღაცისთვის ბევრს მოუწერიათ ჩვენ თვითონ თერაპიული პროცესი გაიარა ამ 2 საათი უყურებდით თუ 1 საათი პოდკასტს ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და აი ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ ჩვენი მიზანი არ დაგვავიწყდეს, რომ ეს რაც შეიქმნა და რაც მომავალში ჩვენ შევქმნით, იყოს მიმართული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამაზე უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში. იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც მომენტში ესეც არ მისმის, შეიძლება ეს ჩემი პრობლემა არის, არ გამოურიცხავ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში თითქოს ადამიანის საჭიროებას თუ დავაყენებთ, რაღაცა სირცხვილის შეგზანაშაული არის ეს და რაღაც მე ესე არ ვთვლი ნამდვილად, მე ვთვლი რომ არაგულწრფელია დაუშვათ ეს დამოკიდებ ჩემი მხრიდან ყოველ შემთხვევაში ასე იქნება, მე ვთვლი რომ ადამიანი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ სამყაროში და კი მე ვზრუნავ ზუსტად და მე მაინტერესებს ყველაზე მეტად ადამიანი ამაზე საინტერესო ვერაფერი ვერ ვნახე ჯერჯერობით ორი აზრი არ არის რომ ბუნება და ის გარემო რაც ჩვენს გარშემო ხდება ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი და ჩვენს გარშემო ხდება ამის მოაზრება, ასე ვთქვათ, არ შეიძლება ჩვენ ვიყოთ რაღაცის გარშემო და იმიტომაც უნდა გავუფრთხილდეთ, რომ საკუთარი თავისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ადამიანებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე შიშით როდესაც რაღაცას უყურებთ, კი, ცუდი ადამიანები, ცუდი საქციელი, ცუდი რაღაცის გამკეთებლები ყოველთვის იქნებიან, ბოროტად გამოიყენებენ რაღაცას, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცა განვითარებას ხელი შეუშალოთ, დაუშვათ და ის სიკეთე, რაც თუნდაც აი ამ დონეზე, აი ამ AI-იმ და ChatGPT-იმ მოგვიტანა, ხომ და ის სიმარტივე ცხოვრების, ისედაც ამ ტემპში, აჩქარებულ ტემპში, ამისი უგულებელყოფაც ნამდვილად არ ღირს. დავაბალანსოთ, ძალიან რთული არის ეს, მაგრამ დავაბალანსოთ და ამის დაბალანსება შესაძლებელი იქნება თუ სწორად გავიგებთ აი ამ ფუნდამენტურ რაღაც ღირებულებებს. კი, ანუ მე აბსოლუტურად გესახმებით იმაში, რომ აი ხა მაგალითად ბოლოს ერთ-ერთი რაღაც კიდევ დამატებითი პროექტი, რადგან ვიმუშავე და ჩემო ყოველს გავეცანი, MyPenG ეგეთი საიტი გავაკეთეთ, რომელიც თარგმნის რაღაც ბევრი ხელოვნური ინტელექტის შერწყმარი ერთ ქართული ამბავი არის ეს და უზომოდ მეხმარება, იმიტომ რომ მე როდესაც ვიმზადები თქვა პოდკასტისთვის, ხო ერთი კვირა მაქვს ჩათვალეთ, რომ რაღაცა მასალა დავამუშავო, ხო? იმიტომ რომ მე მიყვარს, როდესაც ადამიანთან შემიძლია ისეთ კომუნიკაციაში შესვლა, რომ აი ხვდებოდე რაზე ვსაუბრობთ, ხო? მომზადებული ხართ და პასუხი და აი ეს მომწონს და ამიტომ დიდ სტატიებს რაღაცებს ვათარგმნებ, რაზეც მე უფრო მეტი დრო მჭირდებოდა აქამდე რომ გამეკეთებინა, ხო? რო არ იყოს ხელოვნური ინტელექტი და უფრო მეტ რაღაცაში დრო ეს თუმცა მეორე ცხოველი ძალიან საინტერესო ადამიანის მოსაზრება მოვისმინე ხელოვნური ინტელექტის ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში არა მხოლოდ ზოგადად სოფლიოშია, ხო, ეგ ტენდენცია რომ ჩაგვანაცვლებს, რობოტები იქნებიან, ყველგან იქნებიან, ხო. აქ არის რომ ამ კაცმა ესეთი რაღაც თქვა, რომ პირიქით, მოდით სხვა კუთხით შევხედოთ ამ საკითხს, რომ ადამიანები უერთო კრეატიული არსებებიო, ხო? ჩვენი ბუნება არის კრეატიულიო. ის რომ რაღაცა საქმეს ვაკეთებთ, რომელიც აი რუტინული, ეს მოიტანა რაღაცა გარემოებამ, ხო? რომ აი რუტინულ საქმეს ვაკეთებთ, რომ ბუნებით არ ვარ ჩვენ რუტინული ტიპები, ხო? რაღაც და შევხედოთ ესეო, რომ ამან შეიძლება მოგცესო რუტინულ საქმეს ჩაანაცვლებსო და ჩვენი რეალური ბუნების გამოვლენის შესაძლებლობა მოგვეცემო. აბა ესე შეხედეთ ამ ყველაფერს, ნუ იქ იყო რაღაცა კომენტარები, რომ ყველას არ შეუძლია რაღაცა მე პირადად მგონია რომ ყველა შეუძლია უბრალოდ ბევრი წლების განმავლობაში ჩვენს ყველაფერი დავივიწყეთ შემოქმედებით ხო შემოქმედებითობა აქ არ არის შემოქმედებითობას როცა ვამბობთ იმაზე საუბარი რომ რაღაც ისეთი პროდუქტი დადონა ასე ვთქვათ შემოქმედებითობა ყველაფერში შეიძლება ყოველდღიურ საქმიანობაში სახლის საქმიანობაში ხომ და მეტიც აი თქვენს აზრს განვავრცობ ხომ და საინტერესო აზრია ნამდვილად რომ თუ კი ადგილი გამონთავისუფლდება და დრო გამონთავისუფლდება და სივრცე იქნება ადამიანმა უფრო მეტი იფიქროს თავის თავზე საჭიროებაზე მეტი დროც ჰქონდეს გაცნობის აღსრულების და მეტი თავისუფლებაც აი ამ თავის გამოვლენის თუ კი რაღაცა
აი ეს თქვენ როგორც ახსენეთ, რუტინული მოცილდება, ხო და დრო და სივრცე გამოუნთავისუფლდება, შესაძლებელია შემოქმედებითობა ზუსტად ამაშიც არის, რომ იქნებ ამაზეც ფიქროს. მობატეთ, ჩაგეჭერეთ მარტივი მაგალითი, სარეცხი მანქანა სანამ ასე მანქანას ხო რობოტია. სარეცხი მანქანა სანამ იარსება და ყველა ხელ. აი დრო იქაჯა, ეხლა არსებობს სარეცხი მანქანა და ის რაღაცა დროის 1-3 საათი დღის სიტყვით თქო თავისუფალი აქვს ქალს კაცს არ აქვს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისე სწრაფად და მარტივად ავითვისებთ ყველა გამონთავისუფლებულ დროს, იმიტომ რომ აი ეს გამოცდილება ნამდვილად დღევანდელი ცხოვრების გამოცდილება ნამდვილად აი ამას გვასწავლის ჩვენ, რომ აი სარეცხის მანქანის დრო გამონთავისუფლდა, უცებ დაკავდა სხვა რაღაცით, ხო? მის აეროგრილმა იქ გადაბრუნების იმის დრო თუ რაღაც ასე ვთქვათ გამოანთავისუფლდა, სხვა რაღაცით ძალიან სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მე არ მეგულება ადამიანი არის ძალიან საინტერესო, ძალიან კომპლექსური, ხო, პიროვნება და ამის კვლევა, ძიება, აღმოჩენა მე ვფიქრობ, რომ ერთი ცხოვრება ნამდვილად საქმარისი არ არის და ამიტომ არ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად შიში, თუმცა პასუხისმგებლობით ნამდვილად უნდა ვიყოთ ნებისმიერ საქმიანობას და მათ შორის პასუხისმგებლობით მიუდგეთ დაუშვათ სოციალური მედიის გამოყენებას, გამოთავისუფლებული დრო არ დავხარჯოთ, მაგრამ როგორც განთავსების თვალსაზრისით, როგორც პასუხისმგებლობით გულისხმობ იმას, რომ ნამდვილად ვთვლი, რომ როდესაც ადამიანები ვაზიარებთ რაიმე ინფორმაციას, ხო, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ერთი არ იყოს მავნებლური ეს, მეორე იყოს გადამოწმებული მაქსიმალურად, ხო, არ იყოს ძალიან იმპერატიულ ფორმაში თუ კი ეჭვი გვეპარება და იყოს იქ ხაზგასმერო ეს ჩემი აზრი არის დაუშვათ და მათ შორის თუ კი ჩვენ გვაქვს გარკვეული სტატუსი, რომელიც გვიზრდის გარკვეულ პასუხისმგებლობას, ის რომ მე ექიმის სტატუსი მაქვს, ხო, რა თქმა უნდა, მიზრდის გარკვეულ პასუხისმგებლობას ამ არა მხოლოდ ჩემი საექიმო პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, არამედ თუნდაც ახლაც გარეთაც რომ გავდივარ ხომ, იმიტომ რომ ახლა არა ექიმურ გარემოში როცა ვარ, მაშინ უნდა დავივიწყო ეს საექიმო ინფორმაცია ან საქმე ან ეთიკა, ასე ნამდვილად არ არის. ამიტომ ამას გულისხმობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ რაღაცა და გავითვალისწინოთ, რომ შესაძლებელია ამ ინფორმაციამ დააზიანოს სხვა ადამიანი და ესეც ადამიანებზე ზრუნვაა, ეს ინფორმაციის გავრცელება რისთვის გვინდა, ხო? მოტივი თუ იქნება ნებისმიერი საქმის და ესე შევხედავთ, ხომ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ადამიანებისთვის, ხვდებით? შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ რაღაცა არის ვაიმე ძალიან საშიში, მაგრამ სინამდვილეში სასარგებლო ნაწილიც გქონდეს. ამიტომ ამაზე თუ ვიზრუნებთ, კარგი იქნება რა. რთულია ნამდვილად, მაგრამ რთულია, კი. კიდევ რაღაც საკითხების გავლა მინდოდა, მაგრამ მე მგონი ძალიან დიდ დროს წაიღებს. საინტერესო თემაა და. ხო, მე დავიტოვებ პირობას, რომ კიდევ მესტუმრებით და ვისაუბრებთ, ხომ საინტერესო იქ ძილი, საინტერესო ეს კიბერბულინგი რაც ვახსენეთ. კი, აი ბულინგზე შეიძლება ცალკე გავაკეთოთ, რომ მე გავხდება ამ პერიოდში ბულინგის არა ვერ ვიტყვის როგორ არის იქიდან გამომდინარე რომ ჩემი ფსიქიკა ასე თუ ისე ამ ეტაპზე მყარი არის არ მეხება არაფერი იქიდან უკვე კარგი შეფასება გააკეთეთ რა თქმა უნდა ეს იერსება ცალკე საკითხი არის მიზეზი რატომ საჭიროებს ხალხი აი ამ აგრესიის გამოხატვას დაუშვათ ესე თქვა როგორი საინტერესო საკითხია და მეორე საკითხია დაუშვათ მე რომლის მიმართაც გამოიხატება ეს რას ვღებულობ რამდენად მაქვს შემისაზღვრები ისე დაცული რომ რაღაცა ახდენს ჩემზე ზეგავლენას არ ახდენს და თუ მეტად ახდენს რატომ ახდენს გავიგოეს და შემიძლია თუ არა ამისგან თავი დავიცვა და მათ შორის ვიღებ თუ არა იმ პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა რომ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრ დადებით კომენტარს ღებულობთ ბუნებრივია რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნებით, ყველას მოსაწონი ვერც ჩვენი საუბარი ვერ იქნება და მეც მივიღებ გარკვეულ საყვედურს შენიშვნას და ასე შემდეგ, მათ შორის ჩემი პროფესიული მოვალეობის შესრულებისასაც მე ნამდვილად მზად უნდა ვიყო იმისთვის, რომ ვიღაცას არ მოვეწონები, ვიღაცა კმაყოფილი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ მე მთელი სულით და გულით ვცდილობ დაუშვათ ადამიანის დახმარებას და
ეს ამის მიმართაც მიმღები უნდა ვიყოთ და გაცილებით უფრო ნაკლებად მტკივნეული იქნება. აი თქვენ რომ ძალიან მოგეწონათ დაუშვათ ჩემი თვისფერი შეიძლება ვიღაცას ეს აღიზიანებს არ მოსწონს იტყვის რომ დაუშვათ ვიღაც ჩემი სიცილი აღიზიანებს ვიღაც მოსწონს აბსოლუტურად მისაღები იქნება მაშინ თუ კი ჩვენი საზღვარი გვექნება კარგად დაცული და გააზრებული ხომ და მივცევთ ადამიანებს თავისუფლებას დაუშვათ კი ბატონო თუმცა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო არის რატომ ხდება ეს რა მექანიზმები არის რომ ადამიანს ასე აგრესიის გამოხატვის ხო ამასაც ხო უდევს რაღაცა საფუძვლად ერთია რომ შენიშვნას აძლევ ვიღაცას მეორეა რომ ფორმას რა ფორმით აძლევ ამ შენიშვნას რამდენად გულის სატკენია ხო ვარაუდობთ ხოლმე ხა მე მაინც ფსიქიატრი ვარ და ყოველთვის ამის უკან ვეცებ გარკვეულ პრობლემას და ამიტომ ასე არის მე დარწმუნებული ვარ ამაში და შეიძლება გამინაწყენენ ჩემი სხვა კოლეგები სხვა ექიმები მაგრამ თვლი რომ ფსიქიატრები განსაკუთრებულად ტოლერანტული ადამიანები ვართ იმიტომ რომ გვესმის ჩვენ ისეთი რამ რაც აბსოლუტურად გაუგებარი არის სრულიად სამყაროსთვის ჩვენ გვესმის ჩვენ ვმკურნალობთ ჩვენ ვუსმენთ დაუშვათ და ჩვენ გაცილებით ნაკლებად განსჯით ვუდგებით აუშვათ იმ აბსურდულ აზრებსაც კი რომელიც ჩვენს პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ და ამიტომ ჩვენი პროფესიული ჩვევაც კი არის ეს იმდენად რამდენადაც ძალიან საინტერესოა ჩემთვის სანამ შემდეგი გადაღება დაიწყება უცებ მაპატიეთ ამ იმაზეც მდგომარეობაზეც რომ რაღაცას ვაჩქარებ მაგრამ ძალიან მაინტერესებს რა დგას იმის უკან რატომ უძდება ადამიანს ძალიან ცუდი კომენტარის დაწერა. აქ მაქვს აი რა ვიცი გინებაზე საუბარი. აქ არ მაქვს აი ის გამოვტოვოთ რომ ვიღაცას თქვენი მის ფერმერები ჩემი სიცილი არ მომწონს ვიღაცას ჩემი ჩაცმულობა არ მომწონს ვიღაცას მაგიდა არ ეს არა. აი პირდაპირ ვიტყვი ხო დედის გინება. და უშუერი სიტყვებით მოხსენერება ვიღაცას რომ საყურე უკეთია მაგალითად ჩემს ერთ-ერთ სტუმარს საყურე უკეთია მამაკაც და ამაზე ანუ აი ისეთი რაღაც მოყვა რომ ნუ აღარ მეგონათ კიდე თუ რამე მსგავსი მოყვებოდა ამ ყველაფერს რა აი რა არის რა დგას ამის უკან და გაღიზიანება ძალიან მოჭარბებული გაღიზიანების დონე რომელსაც ადამიანი და აგრესიის დონე რომელსაც ადამიანი ვეღარ იკავებს კონკრეტულად მეცაც გეტყვით ეს არ არის კონკრეტულად იმ საყურეზე და იმ თქვენს რესპონდენტზე შეიძლება მიმართული არამედ არის მიმართული მის ოჯახში არსებულ გარკვეულ პრობლემაზე მის საკუთარ თავზე ხო შეიძლება პროექციულად ის აი ამ აგრესიას თქვენს მიმართ თქვენი რესპონდენტის მიმართ გამოხატავს მაგრამ ეს აგრესია ძალიან ხშირად შეიძლება იყოს პირიქით საკუთარ თავის მიმართაც საკუთარ ძალიან ძვირფასი ადამიანების მიმართაც ხო მიმართული და ვერ გამოხატავდეს ვერ ახდენდეს აი ამ ემოციების გადამუშავებას სწორ ადგილას არ აძლეოდეს ამის შესაძლებლობა და ნახეთ შეიქმნა ის სივრცე სადაც ამის შესაძლებლობა შეიქმნა და ამას აი ესე ფილტრის გარეშე გამოხატავს იმიტომ რომ ვერ იკავებს ხვდებით სხვადასხვა მიზეზები არსებობენ ახლა ისეთი ადამიანები ისეთი პიროვნული წყობითაც რომლისთვისაც არაფერს არ წარმოადგენს ეს თავისთავად ეს შეურაცხყოფის მიყენება არც თulis რომ ეს შეურაცხყოფაა ხომ ესაც რა თქმა უნდა ნაკლებად მეტყველებს ადამიანის ფსიქიკის სიჯანსაღეზე და პიროვნების უფრო მეტად ვიტყოდი ხომ და შესაძლებელია რომ ჩვენ ხო არ ვიცით ხომ ამ კომენტარის უკან როგორი ფსიქიკური პრობლემის ადამიანი დგას თუმცა არამც არ ნიშნავს რომ ყველა ადამიანი რომელიც რაიმე აგრესიას გამოხატავს რაიმე ფსიქიკური პათოლოგიის მატარებელია მაგრამ პიროვნული სიძნელეების მატარებელი ნამდვილად სავარაუდოდ იქნება დიდი ალბათობით ხომ იმიტომ რომ ნუ სხვა შემთხვევაში ეს არ არის სოციალურად მისაღები ნორმა და აი აქვე ზუსტად აი ამას გავაგრძელებ რომ სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ხომ ეს შეურაცხყოფა ხომ აი ეს აგრესიის ვერბალური აგრესიის გამოხატვა და არა მხოლოდ ვერბალური ხომ გახდა რაღაცა ნორმირდა იმდენად ანტისოციალურ არასოციალურ მიუღებელ ქცევად აღარ აღიქმება რა მოხდა ხომ აი დაახლოებით ესეთი დაყენება და შესაბამისად აი ამ ეს შემაკავებელი ფაქტორიც შესუსტდა და უფრო მეტად გამოჟონა ასე ვთქვათ აი ამ შემთხვევებმა ხო ანუ სოციალურ კონტექსტაც
პიროვნული ხომ ახსენეთ, რომ პიროვნულად შეიძლება ჰქონდეს გარკვეული სისწრთულები, მაგრამ სოციალურ კონტექსტსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის ეს რაღაცა აგრესიული ენა გამოყენებული სოციალურ მედიაში ძალიან ხშირად და მეტიც სამწუხაროდ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც აი ეს პასუხისმგებლობა აქვს, ხომ? საჯაროდ პასუხისმგებლობა იმისი, რომ სხვა ადამიანები როგორც სხვა ადამიანებისთვის მაგალითს წარმოადგენენ ესა მათ შორის მოზარდებისთვის, ბავშვების ისეთი ადამიანებისთვის, რომელიც ჩამოყალიბების პროცესს გადიან და საჯაროდ ხდება, ხომ? ამ უშვერი სიტყვებით საუბარი და ესეც გარკვეულ ნორმირებად იქცა, ხო? ანუ იმხელა მე მესმის თქვენი რომ თქვენთვის ეს არ შეიძლება ნორმალ საერთოდ არ არის და საკმაოდ მიუღებელია, ხო? აბსოლუტურად გვიზიარებ და ჩემთვისაც ზუსტად ასე არის, ხო? და ამიტომ რაღაცა მაინც იმის უკან ვეძებ რაღაც პრობლემას, პიროვნულ პრობლემას, თუმცა ეს შეიძლება უბრალოდ რაღაცა უკმაყოფილების გამოხატვის ფორმა იყოს ადამიანისთვის, იმიტომ რომ აი რა ყველა ასე საუბრობს და ახლა რაღაც ჩემი გინება გაგიკვირდათ, ეს ფრაზა არ გაგიგიათ, ჩემი უზრდელური სიტყვა გაგიკვირდათ, ნახეთ, მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, რას ვაკეთებთ ჩვენ საჯაროდ ორ ადამიანში, სამ ადამიანში, რას ვაკეთებთ საკუთარ თავთან, საკუთარ ოჯახის წევრთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ მოხდეს აზელვა ამ ყველაფრის, ანუ მე რას მეტყვი ჩემს მეგობარს რა მეტყველები რა ენით დაველაპარაკები და ანუ ოჯახის წევრს და აქ თქვენთან რომ მოვალ პოდკასტში რას გამოვიყენებ, მე შეიძლება ჩემს კოლეგას სულ სხვა და ჩვენს კოლეგებს როცა გვაქვს დავუშვათ განხილვა სულ სხვა ტერმინოლოგია გამოვიყენოთ, სულ სხვა ენა გამოვიყენოთ, მაგრამ როდესაც მოვდივარ დავუშვათ და საზოგადოებას ვესაუბრები, სადაც არ არიან ჩემი ანუ შეიძლება იყვნენ ჩემი სფეროს არას ჩემი სფეროს წარმომადგენლები, სხვა სიტყვას ვიყენებთ, ანუ უნდა მივიღოთ რაღაცა ის წესები სოციალური რომელიც გვთავაზობს. და ელემენტარული რომ ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი. ხო, და ნუ შეურაცხყოფასაც მიეცეს გარკვეული მნიშვნელობა, რომ ეს უბრალოდ მე რო ვთქვი ჰაერში კი არა, ვიღაცას მოხდა ეს პასუხისმგებლობაც ვიგრძნო, რომ იმ ადამიანმა განიცადა ეს, ხო, რომ და შეიძლება მეც განვიცადო რაღაც მომენტში, რომ შენ მე ესე უხეშად და ესე მომმართე, ხო? აქ მარტო იმაზე არ არის, რომ შეიძლება ჩემი საუბარი, ჩემი შინაარსი გააკრიტიკო და ამის მიმართ უნდა ასევე ვიყოთ ჩვენ მზად, ხო? და არ მოეწონოს და თქვა რომ რა სისულელე საუბრობს დაუშვათ ეს ადამიანი და საერთოდ არ არის ეს და მაგრამ როდესაც მე მაყენებ რაღაცა შეურაცხყოფას, პირად შეურაცხყოფას, ხო? ამაზე ახლა პასუხისმგებელიც უნდა იყოს, რომ მე როგორც ადამიანს ზიანი მომაყენე გარკვეული, ხო? ემოციური მათ შორის და ამიტომ ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, და უბრალოდ მგონია რომ ყველაფერი კიდე მართლა როგორც დაიწყო საუბარი, ძალიან ძიმე ფონით არის ქვეყანაში განპირობებული და ალბათ მატებაც ეგეთი კი, და სამყაროში მე თუ მკითხავთ, სამყაროში ჩვენ არ ვართ რაღაცა გამონაკლის შემთხვევაში დამერწმუნეთ, რომ აი ამ პრობლემებზე რაზე ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე საუბრობს აბსოლუტურად ყველგან და აი იმ რეკომენდაციებზე რაც მე ვისაუბრე, მე აბსოლუტურად ყველას ვეტყოდი, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი პასუხისმგებლობის, საკუთარი თავის მიღება და შესაბამისად შემდგომში გაცილებით მეტად მდგრადები ვიქნებით გარკვეულ მათ შორის სოციალურ მედიის ზეგავლენების მიმართ, სხვა ადამიანების ზეგავლენების მიმართ და გარემოს ზეგავლენის მიმართაც. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ბერიქით მადლობა თქვენ. საინტერესო იყო. მგონია რომ ესეთ კარგ სიღრმეებში ჩავედით და ამიტომაც და მე სიამოვნა ეგეთი კუთხითაც განხილვა, რაღაც ამ პოდკასტში ყოველსაკრე არის ხომ ჩავდივართ. ბევრ ნაწილებს შლით ხოლმე. მადლობა კიდევ ერთხელ. ვიტოვებ ისევ პირობას რომ გიხილავთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნა. კი ბატონო, და მაყურებელს ვეტყვი, გავუგზავნი მადლიერებას ყველაფრისთვის, რაც ხდება ჩემს თავს და ასევე არ დაგავიწყოთ რომ გამოიწეროთ YouTube-ის არხი, იმიტომ რომ არის ეგეთი სტატისტიკა, რომ უყურებენ და არ იწერენ და ეს გამოწერა უბრალოდ იმიტომ, რომ ძალიან მეხმარება გავაგრძელო საქმე, რომელსაც ვაკეთებ და მეტ ენთუზიაზმს მატებს და ამიტომ არ დაიშუროთ მოკლედ. მადლობა და ნახვამდის.